წარმოიდგინეთ, 2002 წლის 26 თებერვალი, საღამოს 6 საათი. მოსკოვის ცენტრში სმოლენსკაიას მოედნის მძიმე სტალინურ შენობაში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა განთავსებული, ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე უეცრად იღებს ზარს. ხმა ტელეფონის მეორე ბოლოში მშრალია ემოციების გარეშე, სერგეი ალექსანდროვიჩ, თქვენ გელოდებიან. ახლავე. არანაირი დეტალი, არანაირი განმარტება, მხოლოდ მისამართი, რომელიც ყველა მოსკოველმა დიპლომატმა იცის გარეშე, კრემლი. სერგეი ორჯონიკიძე, 46 წლის გამოცდილი საბჭოთა სკოლის დიპლომატი, რომლის გვარი თავისთავად ისტორიის წონას ატარებს, აგროვებს დოკუმენტებს თავის უზარმაზარ მუქი ხის მაგიდიდან. მან იცის, რომ ასეთი გამოძახებები არასოდეს ნიშნავს რაიმე კარგს. ან ძალიან კარგს. ან ძალიან ცუდს. შუალედური ვარიანტები კრემლის კაბინეტებში არ არსებობს. როდესაც მისი მანქანა გადაკვეთს მოსკვა მდინარეს და მიუახლოვდება ბოროვიცკის კარიბჭეს, ის ფიქრობს იმაზე, რაც ყველა საბჭოთა დიპლომატმა იცის, კრემლში შესვლა ყოველთვის ადვილია, გამოსვლა კი არა. მაგრამ რას ელოდება მას იქ, ის ჯერ კიდევ არ იცის. ის არ იცის, რომ მომდევნო 3 დღე 72 საათი გადაწყვეტს არა მხოლოდ მის პირად ბედს, არამედ რუსეთის გლობალურ დიპლომატიურ სტრატეგიას მომდევნო 10 წლეულისთვის. ის არ იცის, რომ ამ 3 დღეში მოხდება ის, რაც ოფიციალურ ქრონიკებში არასოდეს აისახება, საიდუმლო გარიგება, რომელშიც ვეტოებით ვაჭრობენ, როგორც ბაზარზე ვაშლებით და სადაც ადამიანის უფლებები ხდება მოლაპარაკების ჩიპი. რატომ სწორედ ის? რატომ სწორედ ახლა? და რა ფასი უნდა გადაიხადოს რუსეთმა იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ერთხელ შეინარჩუნოს. კონტროლი ჟენევაზე, ქალაქზე, სადაც ადამიანის უფლებათა კომისია იკრიბება და სადაც ჩეჩნეთის ომის შესახებ რეზოლუციები იწერება. როდესაც ორჯონიკიძე შედის კრემლის შიდა კორიდორებში, სადაც წითელი ხალიჩები 1000-ლოვანი ძალაუფლების სუნს ასხივებენ, მას ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე. იგორ ივანოვიჩი გელოდებათ. არა მარტო. ეს ბოლო ფრაზა, არა მარტო ნიშნავს, რომ საქმე სერიოზულია. ივანოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ორჯონიკიძის უშუალო უფროსი, ჩვეულებრივ მარტო იღებს თავის მოადგილეებს. მაგრამ დღეს კაბინეტში სხვებიც არიან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უშიშროების საბჭოს ადამიანები და ერთი ადამიანი, რომელსაც ორჯონიკიძე მხოლოდ ფოტოებიდან იცნობს, პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი. მაგიდაზე გაშლილია დოკუმენტები. არა რუსული, არამედ ინგლისური. გაეროს ლოგოები. უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პროექტები. ივანოვი არ კარგავს დროს, სერგეი ალექსანდროვიჩ, ჩვენ გვაქვს სიტუაცია. ნიუ-იორკში ამერიკელები აწვევიან ერაყის საკითხს. ისინი მოითხოვენ ახალ რეზოლუციას ინსპექციების გასაძლიერებლად. ჩვენ ვაპირებთ ვეტოს. მაგრამ არა უბრალოდ ვეტოს, ჩვენ ვაპირებთ მთელ პაკეტზე ვეტოს დადებას, ერაყი, ავღანეთის მისიის გაფართოება და კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელიც მათ სჭირდებათ. ორჯონიკიძე ისმენს. მან იცის, რომ ეს არის თამაში, რომელსაც დიპლომატიაში ვეტოთი ვაჭრობას უწოდებენ. რუსეთი ბლოკავს იმას, რაც დასავლეთს სჭირდება, რათა მიიღოს ის, რაც თავად სჭირდება. მაგრამ რა სჭირდება რუსეთს? ივანოვი აგრძელებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა. ჟენევა. ეს სიტყვა, ჟენევა, ჰაერში რჩება როგორც წყევლა. ჟენევა. შვეიცარიის ქალაქი ტბის ნაპირას, სადაც გაეროს ევროპული შტაბ-ბინაა. სადაც ადამიანის უფლებათა კომისია იკრიბება. სადაც ყოველწლიურად იწერება რეზოლუციები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს. და 2002 წლის დასაწყისში, ჟენევაში ემზადებიან რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთის გამო. მეორე ჩეჩნური ომი, რომელიც 1989 წელს დაიწყო, 2002 წლისთვის უკვე საშინელი ცნობებით არის სავსე, დანგრეული გროზნო, ფილტრაციის ბანაკები, გაუჩინარებული ადამიანები. დასავლეთი ამზადებს მკაცრ რეზოლუციას. და ჟენევის ოფისის ხელმძღვანელი, გაეროს გენერალური დირექტორი ჟენევაში, არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ეს რეზოლუცია კულუარებში შეაჩეროს, შეარბილოს, ან საერთოდ დაბლოკოს. ივანოვი უყურებს ორჯონიკიძეს, ვლადიმერ პეტროვსკი, ჩვენი კაცი ჟენევაში, 92 წლიდან იქ არის. 10 წელი. ის დაიღალა. ის მოხუცია. მას სჭირდება შეცვლა. და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოსტი. ეს ჩვენი კვოტაა. მაგრამ ანანი, გაეროს გენერალური მდივანი, ყოყმანობს. ამერიკელები აწვევენ მას, რომ ჟენევის პოსტი უნდა გადაეცეს სხვა რეგიონს. აფრიკას.
ან ლათინურ ამერიკას. ისინი არ სურთ, რომ რუსეთმა კვლავ გააკონტროლოს ჟენევა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩეჩნეთის საკითხი ცხელია. ორჯონიკიძე იწყებს გაგებას. მაგიდაზე გაშლილი დოკუმენტები, ერაყის რეზოლუციები, ავღანეთის მისია, ეს ყველაფერი არის ჩიპები. ჩიპები, რომლებითაც კრემლი აპირებს ვაჭრობას. რუსეთი მოხსნის ვეტოს იმაზე, რაც ამერიკას სჭირდება, თუ ამერიკა დაარწმუნებს ანას, რომ ჟენევის პოსტი კვლავ რუსეთს უნდა დარჩეს. და ეს რუსი, ეს არის ის, ვინც ახლა ამ კაბინეტში დგას. პრეზიდენტის მრჩეველი, რომელიც მანამდე ჩუმად იჯდას, საუბრობს პირველად. სერგეი ალექსანდროვიჩ, თქვენ იცნობთ გაეროს სისტემას უკეთ, ვიდრე ჩვენ ყველანი ერთად. თქვენ იქ იმუშავეთ, თქვენ იცით, როგორ მუშაობს ბიუროკრატია. თქვენ იცით, როგორ დაბლოკოთ რეზოლუცია ისე, რომ არავინ მიხვდეს. ჩვენ გვჭირდება ადამიანი ჟენევაში, რომელიც დაიცავს რუსეთის ინტერესებს. არა ღიად, ეს შეუძლებელია. არამედ ჩუმად, ეფექტურად. თქვენ ხართ ეს ადამიანი. ორჯონიკიძე ისმენს. მან იცის, რომ ეს არის შეთავაზება, რომელზე უარის თქმა შეუძლებელია. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ეს არის ხაფანგი. ჟენევის გენერალური დირექტორის პოსტი, ეს არის Undersecretary General-ის რანგი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გაეროს სისტემაში. ეს არის ხელფასი, რომელიც რუსეთის მინისტრის ხელფასს 10-ჯერ აჭარბებს. ეს არის ვილა ჟენევის ტბის ნაპირას. ეს არის დიპლომატიური იმუნიტეტი, პრივილეგიები, ძალაუფლება. მაგრამ ეს ასევე არის ბრძანება, დაიცავი რუსეთი ჩეჩნეთის რეზოლუციებისგან. ნებისმიერი ფასით. ივანოვი ამატებს, ჩვენ გვაქვს 72 საათი. ანანი უნდა გამოაცხადოს თქვენი დანიშვნა 1 მარტს. მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა მივახციოთ შეთანხმებას ამერიკელებთან 28 თებერვლამდე. ნიუ-იორკში ჩვენი ელჩი, სერგეი ლავროვი, უკვე მოლაპარაკებს. მაგრამ მას სჭირდება ჩვენი საბოლოო სიტყვა, ვაპირებთ თუ არა ვეტოს მოხსნას. ორჯონიკიძე swams კითხვას, რომელიც მას უნდა ჰკითხოს, და თუ ანანი არ დათანხმდება, პრეზიდენტის მრჩეველი ღიმის, მაშინ ჩვენ დავბლოკავთ ყველაფერს. ერაყს, ავღანეთს, ყველაფერს. და ანანი დარჩება უშიშროების საბჭოს კრიზისით. მაგრამ ეს არ მოხდება. ამერიკელებს სჭირდებათ ჩვენი თანხმობა ძალიან ბევრ საკითხზე. ისინი დაარწმუნებენ ანანს. ორჯონიკიძე გრძნობს, როგორ იხურება ხაფანგი. მან იცის, რომ ამ კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მაგრამ ის ასევე იცის, რომ არჩევანი არ აქვს. კრემლში არჩევანი არასოდეს არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ბრძანება და შესრულება. მეორე დღეს, 27 თებერვალს, ორჯონიკიძე ბრუნდება თავის ოფისში სმოლენსკაიას მოედანზე, მაგრამ ის აღარ მუშაობს. ის ელოდება. მთელი დღე გადის ლოდინში. მისი ტელეფონი ჩუმია. მისი თანამშრომლები ეკითხებიან, სად იყო გუშინ, მაგრამ ის პასუხობს გაურკვევლად, შეხვედრა იყო. დიპლომატიურ წრეებში ყველა მიცის, რომ როდესაც ადამიანი ამბობს შეხვედრა იყო და არაფერს ამატებს, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა კრემლში იყო. და კრემლის შეხვედრებზე არ საუბრობენ. მაგრამ ორჯონიკიძე იცის, რომ ამ წუთებში ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, მიმდინარეობს ის, რაც მის ბედს წყვეტს. სერგეი ლავროვი, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ადამიანი, რომელიც მოგვიანებით გახდება საგარეო საქმეთა მინისტრი და დარჩება ამ პოსტზე 2004 წლიდან დღემდე, ამ დღეებში ატარებს ყველაზე მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს თავის კარიერაში. ის ხვდება ამერიკის ელჩს გაეროში. ის ხვდება კოფი ანანის მრჩეველებს. ის ხვდება ბრიტანელებს, ფრანგებს, უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივ წევრს. და ყველა შეხვედრაზე ის იმეორებს ერთსა და იმავეს, რუსეთი მზად არის იყოს კონსტრუქციული. მაგრამ ჩვენ გვჭირდება გარანტიები. ჩვენ გვჭირდება, რომ ჟენევის პოსტი დარჩეს ჩვენთვის. ამერიკელები იცნობენ ამ თამაშს. ისინი იცნობენ რუსულ დიპლომატიას ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან. მაგრამ 2002 წლის თებერვალში ისინი სჭირდებიან რუსეთის თანხმობას. 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 5 თვეა გასული. ამერიკა ომში არის ავღანეთში. ისინი ემზადებიან ომისთვის ერაყში. მათ სჭირდებათ გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა, ან სულ მცირე, რუსეთის ვეტოს არარსებობა. და თუ ჟენევის პოსტის შენარჩუნება რუსეთისთვის არის ფასი ამ თანხმობისთვის, ამერიკელები მზად არიან გადაიხადონ. 27 თებერვლის საღამოს, როდესაც მოსკოვში უკვე ღამეა, ნიუ-იორკში, სადაც ჯერ კიდევ დღეა, ლავროვი რეკავს დაშიფრულ ხაზზე მოსკოვში.
ივანოვი იღებს ზარს თავის კაბინეტში. საუბარი მოკლეა, ისინი თანახმა არიან. ანანი მიიღებს ორჯონიკიძეს. მაგრამ ჩვენ უნდა მოახსნათ ვეტო ერაყის ინსპექციების რეზოლუციაზე და ავღანეთის მისიის გაფართოებაზე. ხვალ. ივანოვი აფიქსირებს. ის იცის, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მისი. ის უნდა წავიდეს უფრო მაღლა. უფრო მაღლა კრემლში ნიშნავს ერთადერთ ადამიანს, ვლადიმერ პუტინს. პრეზიდენტი, რომელიც 2001 წელს ამერიკას შესთავაზა თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლაში, რომელიც დაეხმარა ამერიკას ავღანეთში ბაზების გახსნაში ცენტრალურ აზიაში და რომელიც ახლა ელოდება დივიდენდებს ამ თანამშრომლობისთვის. ერთ-ერთი დივიდენდი არის ჩუმობა ჩეჩნეთის თემაზე. და ჟენევის კონტროლი არის გასაღები ამ ჩუმობისთვის. ივანოვი რეკავს კრემლში. საუბარი ხდება პირდაპირ პრეზიდენტთან. დეტალები არ ვრცელდება, მაგრამ პასუხი მარტივია, თანხმობა. 28 თებერვალს 72 საათის უკანასკნელ დღეს რუსეთის დელეგაცია ნიუ-იორკში უეცრად ცვლის რიტორიკას. დახურულ კონსულტაციებზე უშიშროების საბჭოში, სადაც არ შედიან ჟურნალისტები და სადაც რეალური გარიგებები იდება, ლავროვი აცხადებს, რუსეთი არ დაბლოკავს რეზოლუციას ერაყის ინსპექციების შესახებ. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ავღანეთის მისიის გაფართოებას. დასავლელი დიპლომატები, რომლებიც ელოდნენ რუსულ ვეტოს, გაოცებულები არიან. მაგრამ გამოცდილი მოლაპარაკეები იცნობენ ამ თამაშს. ისინი იცნობენ, რომ არაფერი ხდება უსასყიდლოდ. და ფასი ამ თანხმობისა გახდება ცნობილი მომდევნო დღეს. 1 მარტს 2002 წელს კოფი ანანის ოფისი აქვეყნებს პრეს-რელიზს ნომრით G789. ტექსტი ოფიციალურია, გრილი, ბიუროკრატიული. გაეროს გენერალურმა მდივანმა დღეს დანიშნა სერგეი ალექსანდროვიჩ ორჯონიკიძე გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორად, Under Secretary General-ის რანგით. მისტერ ორჯონიკიძე ცვლის ვლადიმერ პეტროვსკის, რომელიც ამ პოსტზე 1992 წლიდან იყო. არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ამ დანიშვნის უკან დგას 72 საათის ინტენსიური მოლაპარაკებები. არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ეს დანიშვნა იყო ნაწილი უფრო დიდი გარიგებისას, სადაც ვეტოებით ვაჭრობდნენ, როგორც საქონლით. არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ორჯონიკიძის მთავარი მისია ჟენევაში იქნება არა გაეროს ბიუროკრატიის მართვა, არამედ რუსეთის დაცვა ჩეჩნეთის რეზოლუციებისგან. ოფიციალური დიპლომატია ყოველთვის ასეა, ზედაპირზე გლუვი, პროფესიონალური, ნეიტრალური. სიღრმეში, გარიგებები, მუქარები, კომპრომისები. მოსკოვში სმოლენსკაიას მოედანზე ორჯონიკიძე კითხულობს ამ პრეს-რელიზს თავის კომპიუტერის ეკრანზე. მისი სახე გამოუხატავია. მისი თანამშრომლები მიულოცავენ, მაგრამ ის იცის, რომ ეს არ არის გამარჯვება. ეს არის დავალება. დავალება, რომელიც მას მიეცა კრემლში 72 საათის წინ. და ახლა ის უნდა შეასრულოს. მაგრამ რა ფასი გადაიხადა რუსეთმა ამ დანიშვნისთვის? რა მოხდა რეალურად იმ სამ დღეში, 26-დან 1 მარტამდე? და რატომ იყო ეს დანიშვნა ასე კრიტიკული კრემლისთვის, რომ ისინი მზად იყვნენ მოეხსნათ ვეტო საკითხებზე, რომლებზეც თვეების განმავლობაში ამტკიცებდნენ უარს? პასუხი მდებარეობს იმ ფაქტში, რომ ჟენევა არის არა მხოლოდ ქალაქი შვეიცარიაში. ჟენევა არის სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს გავლენა გლობალურ დიპლომატიაში. სიმბოლო იმისა, რომ რუსეთს შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები, მაშინაც კი, როდესაც ეს ინტერესები ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებებს. და ყველაზე მთავარი, ჟენევა არის ადგილი, სადაც ადამიანის უფლებათა კომისია იკრიბება. სადაც ყოველწლიურად განიხილება რეზოლუციები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს. და 2002 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის მესამე წელს, რუსეთი იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ რეზოლუციებისთვის. დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები Human Rights Watch, Amnesty International, Memorial აქვეყნებდნენ ანგარიშებს ჩეჩნეთიდან, დაანგრეული სოფლები, ფილტრაციის ბანაკები, სადაც ადამიანებს აწამებდნენ გაუჩინარებული მოქალაქეები. ევროპული ქვეყნები ამზადებდნენ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვდა რუსეთისგან საერთაშორისო გამოძიების დაშვებას ჩეჩნეთში. ასეთი რეზოლუცია იქნებოდა კატასტროფა კრემლისთვის. არა იმიტომ, რომ ის რეალურად შეცვლიდა რამეს მიწაზე, გაეროს რეზოლუციები ხშირად რჩება მხოლოდ ქაღალდზე. არამედ იმიტომ, რომ ის იქნებოდა სიმბოლური დამარცხება. დამარცხება, რომელიც აჩვენებდა, რომ რუსეთი კარგავს გავლენას გლობალურ დიპლომატიაში. და აქ შემოდის ჟენევის გენერალური დირექტორის როლი.
ოფიციალურად ეს ადამიანი არის ადმინისტრატორი, ის მართავს გაეროს ოფისს ჟენევაში, აწყობს კონფერენციებს, коორდინირებს სხვადასხვა სააგენტოების მუშაობას. მაგრამ არაოფიციალურად ის არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი გაეროს სისტემაში. რატომ? იმიტომ რომ ჟენევაში ხდება ის, რაც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში არ ხდება. ჟენევაში ხდება რეალური მოლაპარაკებები. ჟენევაში ხდება კულუარული შეთანხმებები. ჟენევაში ადამიანის უფლებათა კომისიის სესიების დროს დიპლომატები იკრიბებიან არაოფიციალურ დარბაზებში, არამედ ქალაქის რესტორნებში, სასტუმროების ბარებში, პირადვილებში. და სწორედ იქ წყდება რომელი რეზოლუცია გაივლის და რომელი არა. გენერალური დირექტორი, რომელიც იცნობს ყველა დელეგაციის ხელმძღვანელს, რომელსაც აქვს ცუდომა ყველა დოკუმენტზე, რომელსაც შეუძლია შემთხვევით გააჩეროს ერთი რეზოლუციის განხილვა და დააჩქაროს მეორის, ეს ადამიანი არის უხილავი ხელი, რომელიც აკონტროლებს მთელ პროცესს. და თუ ეს ადამიანი არის რუსი, რომელიც იღებს ბრძანებებს კრემლიდან, მაშინ რუსეთს აქვს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი თავის ხელში. სწორედ ამიტომ იყო ჟენევის პოსტის შენარჩუნება ასე კრიტიკული 2002 წლის თებერვალში. და სწორედ ამიტომ იყო კრემლი მზად გადაეხადა ფასი ვეტოს მოხსნა ერაყსა და ავღანეთზე, რათა ეს პოსტი შეენარჩუნებინა. მაგრამ რატომ სწორედ ორჯონიკიძე? რატომ არა სხვა რუსი დიპლომატი? პასუხი მდებარეობს მის ბიოგრაფიაში. სერგეი ალექსანდროვიჩ ორჯონიკიძე დაიბადა 1946 წელს. მისი გვარი, ორჯონიკიძე, არის ისტორიული წონის მატარებელი. ის არის ცნობილი ბოლშევიკის სერგო ორჯონიკიძის ოჯახიდან, იმ კაცისა, რომელმაც 30-იან წლებში ხელმძღვანელობდა საბჭოთა მძიმე ინდუსტრიას და რომელიც ასევე ცნობილია როგორც ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს გასაბჭოებაში 1921 წელს. ეს გვარი საბჭოთა ელიტაში იყო ბრენდი. და სერგეი ორჯონიკიძე, რომელიც ამ გვარს ატარებდა, იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წვდომა უმაღლეს წრეებში. მაგრამ გვარი მხოლოდ კარი იყო. რეალური ძალა იყო მის გამოცდილებაში. ორჯონიკიძემ გაატარა მთელი კარიერა საბჭოთა, შემდეგ კი რუსულ დიპლომატიაში. ის იმუშავა გაეროში, იცნობდა სისტემას შიგნიდან, იცნობდა ყველა ფორმალურ და არაფორმალურ წესს. ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ერთდროულად ესაუბრა დასავლელ დიპლომატებთან მათ ენაზე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სამართლის ენაზე და იმავდროულად ესმოდა, რა სჭირდებოდა კრემლს. ის იყო იდეალური კანდიდატი იმ როლისთვის, რომელიც მას ელოდა ჟენევაში, საჯაროდ გაეროს ოფიციალური პირი, კულუარებში, კრემლის აგენტი. და ახლა, 1 მარტს, როდესაც მისი დანიშვნა ოფიციალურად გამოცხადდა, ორჯონიკიძე იცის, რომ მისი რეალური მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. მომდევნო კვირებში მას მოუწევს მოსკოვიდან ჟენევაში გადასვლა. მას მოუწევს ოფისის გადაბარება პეტროვსკისგან, მოხუცი დიპლომატისგან, რომელიც 10 წელი იყო ამ პოსტზე და რომელიც ახლა დაღლილი და ავად არის. მას მოუწევს გაეცნოს ჟენევის დიპლომატიურ საზოგადოებას, ელჩებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს. მას მოუწევს დააშენოს ურთიერთობები, შექმნას ქსელი, მოიპოვოს ნდობა. მაგრამ ყველაზე მთავარი, მას მოუწევს შეასრულოს ის დავალება, რომელიც მას მიეცა კრემლში 72 საათის წინ, დაიცვას რუსეთი ჩეჩნეთის რეზოლუციებისგან. ნებისმიერი ფასით. და ეს ფასი, როგორც ის მალე გაიგებს, იქნება მისი რეპუტაცია. იქნება მისი სახელი. იქნება მისი სინდისი. რადგან როგორ შეიძლება დაიცვა ქვეყანა, რომელიც რეალურად არ ღვევს ადამიანის უფლებებს? როგორ შეიძლება დაბლოკო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს გამოძიებას ისეთ ფაქტებზე, რომლებიც რეალურად მოხდა? პასუხი მარტივია, არ უნდა ფიქრობდე ამაზე. უნდა აკეთებდე თავის საქმეს. უნდა ემსახურებოდე თავის ქვეყანას. უნდა ესმოდეს, რომ დიპლომატია არ არის მორალი. დიპლომატია არის ინტერესები. და შენი ინტერესი არის რუსეთის ინტერესი. ყველაფერი სხვა მეორე ხარისხოვანია. მაგრამ ორჯონიკიძე ასევე იცის რაღაც სხვა. ის იცის, რომ ის რაც მოხდა ამ 3 დღეში, 26-დან 1 მარტამდე, არის მხოლოდ დასაწყისი. დასაწყისი უფრო დიდი თამაშისა, რომელიც გაგრძელდება მომდევნო წლებში. თამაშისა, სადაც რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი გავლენა გლობალურ დიპლომატიაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეკონომიკური და სამხედრო ძალა კლებულობს. თამაშისა, სადაც ვეტოები, დანიშნები, რეზოლუციები არის ჩიპები, რომლებითაც ვაჭრობენ, როგორც ბაზარზე. თამაშისა, სადაც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი, დემოკრატიული ღირებულებები არის სიტყვები, რომლებსაც ყველა იყენებს, მაგრამ რომლებსაც არავინ რეალურად არ სჯერა.
და ის, რაც ყველაზე საშინელია, ორჯონიკიძე იცის, რომ ის თვითონ არის ნაწილი ამ თამაშისა. ის არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც კრემლი თამაშობს. და ის არ შეუძლია უარი თქვას. რადგან უარი ნიშნავს დასასრულს. დასასრულს კარიერისა. დასასრულს პრივილეგიების. დასასრულს იმ ცხოვრებისა, რომელიც მას ელოდება ჟენევაში, ვილა ტბის ნაპირას, დიპლომატიური მიღებების ძალაუფლება. და ვინ უარს იტყვის ამაზე? ვინ უარს იტყვის იმაზე, რაც ყველა დიპლომატის ოცნებაა? მხოლოდ იდეალისტი. ან სულელი. ორჯონიკიძე არც ერთია. ის არის რეალისტი. ის არის პროფესიონალი. ის არის კაცი, რომელიც იცის, როგორ მუშაობს სამყარო. და ის აპირებს გააკეთოს ის, რაც მას ევალება. მაგრამ ამ 1 მარტის საღამოს, როდესაც ის კითხულობს თავის დანიშვნის შესახებ პრეს-რელიზს, ის ფიქრობს რაღაც სხვაზეც. ის ფიქრობს იმ სამ დღეზე, რომლებმაც შეცვალა მისი ცხოვრება. ის ფიქრობს იმ კაბინეტზე კრემლში, სადაც მას უთხრეს, რომ ის არის არჩეული. ის ფიქრობს იმ დოკუმენტებზე, რომლებიც იყო გაშლილი მაგიდაზე, ერაყის რეზოლუციები, ავღანეთის მისია და როგორ გახდა ის, მისი დანიშვნა, ნაწილი ამ გარიგებისა. ის ფიქრობს იმაზე, რომ სადღაც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, ამერიკელი დიპლომატები ახლა ზეიმობენ, რადგან მათ მიიღეს ის, რაც სჭირდებოდათ რუსული ვეტოს მოხსნა. და ის ფიქრობს იმაზე, რომ სადღაც ჩეჩნეთში, დანგრეულ სოფლებში, ფილტრაციის ბანაკებში ადამიანები, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ გაეროს რეზოლუცია შეცვლიდა რამეს, ახლა დარჩებიან იმედგაცრუებულები. რადგან ის, სერგეი ორჯონიკიძე, ახლა არის ჟენევაში. და მისი მუშაობა არის იმის უზრუნველყოფა, რომ ეს რეზოლუცია არასოდეს გაიაროს. ეს არის ფასი. ფასი, რომელიც გადაიხადა. და ფასი, რომელიც გადაიხდება. მაგრამ ვის მიერ? და რისთვის? ეს კითხვები რჩება ჰაერში, როგორც კვამლის სიგარიდან, რომელსაც ის ანთებს თავის ოფისში, როდესაც მოსკოვის ღამე ეცემა ქალაქს, და როდესაც ის იცის, რომ მისი ძველი ცხოვრება დასრულდა და ახალი, ჟენევაში, ახლა იწყება. რა ხდება ადამიანთან, როდესაც ის პირველად ხვდება, რომ მისი ახალი თანამდებობა არის არა პრივილეგია, არამედ ხაფანგი? როდესაც ის აღმოაჩენს, რომ ის, რასაც ის თვლიდა კარიერულ წარმატებად, რეალურად არის მორალური კაპიტულაცია. სერგეი ორჯონიკიძე ამ კითხვების პასუხს პოულობს თავის პირველ კვირებში ჟენევაში, ქალაქში, რომელიც გარედან გამოიყურება როგორც სამოთხე, მაგრამ შიგნიდან არის ველური დიპლომატიური ბრძოლების ველი. 2002 წლის მარტის შუა რიცხვებში, როდესაც ის ჩამოდის ჟენევაში ოფიციალური დანიშვნის შემდეგ, მას ხვდება ვლადიმერ პეტროვსკი, მისი წინამორბედი, მოხუცი დიპლომატი, რომელიც 10 წელი იყო ამ პოსტზე და რომელიც ახლა, 66 წლის ასაკში, ტოვებს თავის კაბინეტს. შეხვედრა ხდება Palais des Nations-ში, გაეროს ჟენევის ოფისის გრანდიოზულ შენობაში, რომელიც აშენდა 1930-იან წლებში და რომელიც თავისი არქიტექტურით ჰგავს ტაძარს, მაღალი ჭერები, მარმარილოს სვეტები, უზარმაზარი ფანჯრები, საიდანაც ჩანს ალპები. პეტროვსკი ხვდება ორჯონიკიძეს თავის კაბინეტში, ოთახში, რომელიც ახლა გახდება ორჯონიკიძის კაბინეტი, და პირველი, რაც ის ამბობს, არის, სერგეი ალექსანდროვიჩ, მეგილოცავ. მაგრამ ასევე გაფრთხილებ. ორჯონიკიძე ელოდება ჩვეულებრივ დიპლომატიურ სიტყვებს, რთული მუშაობა, დიდი პასუხისმგებლობა, საერთაშორისო თანამშრომლობა. მაგრამ პეტროვსკი ამბობს რაღაც სხვას, ეს ადგილი გაგანადგურებს, თუ არ იცი, როგორ დაიცვა საკუთარი თავი. აქ ყველა გეგონება მეგობარი, მაგრამ ყველა არის მტერი. აქ ყველა საუბრობს ადამიანის უფლებებზე, მაგრამ ყველა ემსახურება თავის მთავრობას. და შენი მთავრობა, ჩვენი მთავრობა, მოითხოვს შენგან რაღაცას, რაც შეუძლებელია. დაიცვა რუსეთი ისე, რომ არავინ მიხვდეს, რომ შენ აკეთებ ამას. ეს სიტყვები რჩება ჰაერში, როგორც წინასწარმეტყველება. პეტროვსკი აგრძელებს და მისი ხმა ხდება უფრო დაბალი, თითქოს ის გეგმავს, რომ კედლებმა არ მოისმინონ, როდესაც მე ჩამოვედი აქ 1992 წელს, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა. ჩვენ ვიყავით სუპერძალა. ჩვენ შეგვეძლო ვეთქვით არას და ყველა ისმენდა. მაგრამ ახლა, 2002 წელს, რუსეთი აღარ არის საბჭოთა კავშირი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს გავლენა, მაგრამ რომელსაც აღარ აქვს რესურსები ამისთვის. და ჩეჩნეთი, ეს არის ჩვენი სისუსტის სიმბოლო. ეს არის ომი, რომელსაც ჩვენ ვერ ვიგებთ, მაგრამ რომელსაც ვერც დავასრულებთ. და დასავლეთი ამას იყენებს. ისინი ამზადებენ რეზოლუციებს. ისინი აწვევენ ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს. ისინი მოითხოვენ გამოძიებას. და შენი მუშაობა, ჩემი ყოფილი მუშაობა, არის ამ ყველაფრის შეჩერება.
ორჯონიკიძე ისმენს და ის გრძნობს როგორ იწყება დისკომფორტი მის გულში, არა შიში, არამედ რაღაც უფრო ღრმა, გაცნობიერება იმისა, რომ ის, რაც მას ელოდება, არ არის ადმინისტრაციული მუშაობა, არამედ მორალური ომი. პეტროვსკი ხსნის თავის მაგიდის უჯრას და იღებს საქაღალდეს, ძველი, ყვითელი ქაღალდებით სავსე საქაღალდე, რომელზეც წერია confidential. ის აძლევს მას ორჯონიკიძეს, ეს არის ყველაფერი, რაც შენ უნდა იცოდე. აქ არის სახელები, დელეგაციების ხელმძღვანელები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთან. აქ არის სახელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ჩვენს წინააღმდეგ. აქ არის პროცედურები, როგორ შეაჩერო რეზოლუციის განხილვა ისე, რომ ეს გამოიყურებოდეს ტექნიკურ შეცდომად. აქ არის ყველაფერი. მაგრამ ერთი რამ, რაც აქ არ არის, ეს არის პასუხი კითხვაზე, როგორ იცხოვრო საკუთარ თავთან ერთად, როდესაც შენ აკეთებ ამას. ორჯონიკიძე იღებს საქაღალდეს და ის გრძნობს მის სიმძიმეს, არა ფიზიკურ სიმძიმეს, არამედ სიმბოლურს. პეტროვსკი დგება თავის სავარძლიდან, ძველი, ტყავის სავარძლიდან, რომელიც ახლა გახდება ორჯონიკიძის სავარძელი და მიდის ფანჯარასთან. ის უყურებს ალპებს, რომლებიც ჩანან ჰორიზონტზე, თეთრი, უცვლელი მშვიდი. იცი რა არის ყველაზე საშინელი ამ მუშაობაში? ის ეკითხება, უკან არ შემოbrunებულა. ყველაზე საშინელი არის ის, რომ შენ იწყებ სჯეროდეს საკუთარ ტყუილს. შენ იწყებ ფიქრს, რომ ის, რასაც შენ აკეთებ, რეზოლუციების ბლოკირება, ფაქტების დამალვა, ეს რეალურად არის პატრიოტიზმი. რომ შენ იცავ საკუთარ ქვეყანას. მაგრამ სინამდვილეში შენ იცავ არა ქვეყანას, არამედ რეჟიმს. შენ იცავ არა ხალხს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაშია. და ეს განსხვავება ქვეყანასა და რეჟიმს შორის, ეს არის ის, რაც შენ უნდა გახსოვდეს. თუ არ გინდა, რომ დაკარგო საკუთარი თავი. ის ბრუნდება ორჯონიკიძისკენ და მისი სახე არის დაღლილი, მოხუცებული, მაგრამ მის თვალებში არის რაღაც, რაც გავს გაფრთხილებას. მე ვიყავი აქ 10 წელი. 10 წელი, რომლის განმავლობაშიც მე ვაკეთებდი ზუსტად იმას, რასაც ახლა შენ მოგიწევს. და იცი რა დამიჯდა? ჩემი ჯანმრთელობა. ჩემი ძილი. ჩემი სინდისი. როდესაც მე ვკითხულობ ანგარიშებს ჩეჩნეთიდან, ანგარიშებს, რომლებსაც მე ვბლოკავდი, მე ვხედავ სახეებს. სახეებს ადამიანებისა, რომლებსაც შეეძლოთ გადარჩენა, თუ გაეროს რეზოლუცია რეალურად გავიდოდა. მაგრამ ის არ გავიდა. იმიტომ რომ მე ვიყავი აქ. იმიტომ რომ მე ვაკეთებდი ჩემს მუშაობას. ორჯონიკიძე გრძნობს როგორ იწყება ცივი ოფლი მის ზურგზე. ის არ არის იდეალისტი, ის არის გამოცდილი დიპლომატი, რომელმაც იცის, რომ დიპლომატია არის კომპრომისების ხელოვნება. მაგრამ ის, რასაც პეტროვსკი აღწერს, არ არის კომპრომისი. ეს არის კაპიტულაცია. კაპიტულაცია მორალის წინაშე. პეტროვსკი კვლავ უახლოვდება მას და აძლევს მას ხელს ძველი, ნაოჭებიანი ხელი, რომელიც კანკალებს ოდნავ. სერგეი ალექსანდროვიჩ, მე არ ვიცი, რატომ შენ მიიღე ეს თანამდებობა. შესაძლოა, იმიტომ რომ შენ გჯეროდა, რომ ეს იქნებოდა პატივი. შესაძლოა, იმიტომ რომ შენ გინდოდა ჟენევაში ცხოვრება, ეს ქალაქი, ეს ხელფასი, ეს პრივილეგიები. შესაძლოა, იმიტომ რომ შენ არ გქონდა არჩევანი, კრემლი არ იძლევა არჩევანს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ახლა შენ აქ ხარ. და ახლა შენ უნდა გადაწყვიტო, შენ აპირებიყო ის, ვინც მე ვიყავი, ადამიანი, რომელიც ასრულებს ბრძანებებს და კარგავს საკუთარ თავს, თუ შენ აპირებიყო რაღაც სხვა. მე არ ვიცი რა არის ეს რაღაც სხვა. მე ვერ ვიპოვე ეს ჩემი 10 წლის განმავლობაში. მაგრამ შესაძლოა, შენ იპოვი. ის ტოვებს კაბინეტს და ორჯონიკიძე რჩება მარტო უზარმაზარ ოთახში, სადაც კედლებზე კიდია გაეროს დროშები, სადაც ფანჯრებიდან ჩანს ალპები და სადაც მაგიდაზე დევს საქაღალდე, რომელიც შეიცავს ყველაფერს, რაც მას სჭირდება იმისთვის, რომ გახდეს ის, ვინც პეტროვსკი იყო. მაგრამ რას ნიშნავს გახდე ის, ვინც პეტროვსკი იყო? რას ნიშნავს ეს რეალურად? ორჯონიკიძე იღებს საქაღალდეს და იწყებს კითხვას. და რაც უფრო მეც კითხულობს, მით უფრო მეტად ხვდება, რომ ის, რაც მას ელოდება, არ არის უბრალოდ დიპლომატიური მუშაობა. ეს არის სისტემა, რომელიც აშენებულია იმისთვის, რომ დაიცვას რუსეთი ნებისმიერი კრიტიკისგან, ნებისმიერი გამოძიებისგან, ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან. და ის სერგეი ორჯონიკიძე, ახლა არის ამ სისტემის ხელმძღვანელი ჟენევაში. საქაღალდეში არის დოკუმენტები, რომლებიც აღწერენ, როგორ მუშაობს ეს სისტემა. პირველი დოკუმენტი არის სია დელეგაციების ხელმძღვანელებისა, რომლებიც მეგობრულები არიან რუსეთის მიმართ.
ეს არიან ელჩები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ან დამოკიდებულები არიან რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე, ან აქვთ საკუთარი ადამიანის უფლებების პრობლემები და არ სურთ, რომ რუსეთი მხარი დაუჭიროს მათ წინააღმდეგ რეზოლუციებს. ამ სიაში არის სახელები ქვეყნებიდან, როგორიცაა ბელარუსი, ყაზახეთი, ჩინეთი, კუბა, ზიმბაბვე, ქვეყნები, რომლებიც ადამიანის უფლებათა კომისიაში ყოველთვის ხმას აძლევენ რუსეთის სასარგებლოდ. მეორე დოკუმენტი არის სია არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც საშიშია. ეს არიან ორგანიზაციები, როგორიცაა Human Rights Watch, Amnesty International, Memorial, რომლებიც აქვეყნებენ ანგარიშებს ჩეჩნეთიდან და რომლებიც აწვევენ დასავლურ მთავრობებს, რომ მხარი დაუჭირონ რეზოლუციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამ დოკუმენტში არის ინსტრუქციები, როგორ დისკრედიტირდეს ეს ორგანიზაციები, როგორ დაეჭვდეს მათი ობიექტურობა, როგორ დაბლოკოს მათი წვდომა გაეროს ოფიციალურ შეხვედრებზე. მესამე დოკუმენტი არის პროცედურები, დეტალური ინსტრუქციები იმის შესახებ, როგორ შეაჩერო რეზოლუციის განხილვა ისე, რომ ეს არ გამოიყურებოდეს პოლიტიკურ ინტერვენციად. მაგალითად, თუ რეზოლუცია დაგეგმილია განსახილველად გარკვეულ თარიღზე, გენერალურ დირექტორს შეუძლია შემთხვევით გამოაცხადოს ტექნიკური პრობლემა, კონფერენციის დარბაზი არ არის ხელმისაწვდომი, თარგმანები არ არის მზად, დოკუმენტები არ არის დისტრიბუცირებული. ეს აყოვნებს განხილვას. და ყოველი დაყოვნება იძლევა დროს, რომ კულუარებში მოხდეს მოლაპარაკებები, რომ შეიცვალოს ტექსტი, რომ შერბილდეს ფორმულირებები, რომ ამოვარდეს ყველაზე მკაცრი პუნქტები. ორჯონიკიძე კითხულობს ამ დოკუმენტებს და ის გრძნობს, როგორ იზრდება დისკომფორტი მის გულში. ის არ არის იდეალისტი, ის იცის, რომ დიპლომატია ყოველთვის იყო თამაში, სადაც ყველა ცდილობს მანიპულირებას. მაგრამ ის, რასაც ის კითხულობს, არ არის მანიპულაცია. ეს არის სისტემატური ობსტრუქცია. ეს არის გაეროს სისტემის გამოყენება არა იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, არამედ იმისთვის, რომ დაბლოკოს მათი დაცვა. და ის სერგეი ორჯონიკიძე, ახლა არის ამ ობსტრუქციის ხელმძღვანელი. მაგრამ რა შეუძლია მას? უარი თქვას. დატოვოს ეს თანამდებობა. დაბრუნდეს მოსკოვში და უთხრას კრემლს, რომ ის არ შეუძლია ეს მუშაობა. ის იცის, რომ ეს შეუძლებელია. უარი ნიშნავს დასასრულს, არა მხოლოდ კარიერის დასასრულს, არამედ რაღაც უფრო საშიშს. კრემლი არ იტანს უარს. კრემლი არ იტანს ღალატს. და უარი ამ დავალებაზე იქნება აღქმული როგორც ღალატი. ორჯონიკიძე ხურავს საქაღალდეს და აყენებს მას მაგიდაზე. ის დგება და მიდის ფანჯარასთან, იმავე ფანჯარასთან, სადაც პეტროვსკი იდგა რამდენიმე წუთის წინ. ის უყურებს ალპებს, რომლებიც ჩანან ჰორიზონტზე და ის ფიქრობს იმაზე, რომ ეს მთები იყო აქ ათასობით წლის განმავლობაში. ისინი იყვნენ აქ, როდესაც იმპერიები იშლებოდა. ისინი იყვნენ აქ, როდესაც ომები იწყებოდა და მთავრდებოდა. ისინი იყვნენ აქ, როდესაც ადამიანები კვდებოდნენ მილიონობით. და ისინი დარჩებიან აქ, როდესაც ის სერგეი ორჯონიკიძე აღარ იქნება. მაგრამ რას დატოვებს ის? რა იქნება მისი მემკვიდრეობა? ადამიანი, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა. თუ ადამიანი, რომელმაც დაბლოკა სამართლიანობა? მომდევნო კვირებში ორჯონიკიძე იწყებს თავის რეალურ მუშაობას, არაოფიციალურ მუშაობას, რომელიც მოიცავს შეხვედრებს, კონფერენციებს, ადმინისტრაციულ საკითხებს, არამედ რეალურ მუშაობას, რომელიც ხდება კულუარებში, პირად სადილებზე და ხურულ შეხვედრებზე. ის იწყებს გაცნობას ჟენევის დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ელჩებთან, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს ადამიანის უფლებათა კომისიაში. ის იწყებს ურთიერთობების აშენებას, ურთიერთობებს, რომლებიც ოფიციალურად არის პროფესიონალური, მაგრამ რომლებიც რეალურად არის პოლიტიკური. და ის იწყებს გაგებას, რომ ის, რასაც პეტროვსკი აღწერდა, არ იყო გაზვიადება. ეს იყო რეალობა. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, რომელსაც ის ატარებს, არის შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან, ადამიანთან, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დასავლურ ქვეყანას ადამიანის უფლებათა კომისიაში. შეხვედრა ხდება ერთ-ერთ ჟენევის ძვირადღირებულ რესტორანში, ადგილი, სადაც დიპლომატები ხვდებიან, როდესაც მათ სურთ საუბარი ისე, რომ არავინ მოისმინოს. ბრიტანელი ელჩი, ელეგანტური 90-იანი წლების ადამიანი, რომელიც საუბრობს რუსულად თითქმის აქცენტის გარეშე, იწყებს საუბარს ზოგადი თემებით: ჟენევის ამინდი, გაეროს ბიუროკრატია, საერთაშორისო პოლიტიკა. მაგრამ შემდეგ, როდესაც მათ მოაქვთ ღვინო და როდესაც ოფიციანტები მიდიან, ის ამბობს: სერგეი ალექსანდროვიჩ, მე მინდა იყო გულწრფელი თქვენთან. ჩვენ, ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები, ვაპირებთ წარმოადგინოთ რეზოლუცია ჩეჩნეთის შესახებ მომავალ სესიაზე. ეს რეზოლუცია მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.
ჩვენ ვიცით, რომ თქვენი მთავრობა არ მოიწონებს ამას. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ აპირებთ ბლოკირებას. მაგრამ მე მინდა, რომ თქვენ იცოდეთ, ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. ეს არის პრინციპის საკითხი. ორჯონიკიძე ისმენს და ის იცის, რომ ეს არის გამოწვევა, რომელიც ამოწმებს, თუ როგორ იმოქმედებს ის თავის ახალ როლში. ის პასუხობს ფრთხილად, დიპლომატიურად, მე ვაფასებ თქვენს გულწრფელობას. მაგრამ მე ასევე უნდა იყო გულწრფელი თქვენთან. რუსეთი თვლის, რომ ჩეჩნეთის საკითხი არის შიდა საკითხი. ჩვენ ვებრძვით ტერორიზმს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს. და ჩვენ არ ვიღებთ ლექციებს ადამიანის უფლებების შესახებ იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ საკუთარი ისტორია კოლონიალიზმისა და ომების. ეს არის სტანდარტული რუსული რიტორიკა, რომელსაც ის ისწავლა თავის წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში. მაგრამ ბრიტანელი ელჩი არ კმაყოფილდება ამით. ის ეკითხება, სერგეი ალექსანდროვიჩ, ჩვენ ორივე ვართ პროფესიონალები. ჩვენ ორივე ვიცით, როგორ მუშაობს ეს თამაში. მაგრამ მე მინდა ვკითხო თქვენ პირადად, თქვენ რეალურად გჯეროდათ იმისა, რაც თქვენ ახლა თქვით? თქვენ რეალურად გჯეროდათ, რომ ის, რაც ხდება ჩეჩნეთში, არის მხოლოდ ბრძოლა ტერორიზმთან? თუ თქვენ იცით სიმართლე, მაგრამ თქვენ უბრალოდ აკეთებთ თქვენს მუშაობას, ეს კითხვა კიდია ჰაერში, როგორც დანა. ორჯონიკიძე გრძნობს, როგორ იწყება დაძაბულობა მის ყელში. ის იცის, რომ ეს კითხვა არ არის უბრალოდ დიპლომატიური თამაში. ეს არის პირადი კითხვა, რომელიც ეხება მის სინდისს. ის პასუხობს და მისი ხმა არის უფრო მშრალი, უფრო ოფიციალური, მე ვარ დიპლომატი. მე წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას. ჩემი პირადი რწმენა არ არის რელევანტური. ბრიტანელი ელჩი უყურებს მას რამდენიმე წამის განმავლობაში, უყურებს ისე, თითქოს ცდილობს წაიკითხოს მის სახეზე რაღაც, რაც სიტყვებში არ არის. შემდეგ ის ამბობს, მე გესმით, სერგეი ალექსანდროვიჩ. მე გესმით უკეთესად, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. მაგრამ მე ასევე მინდა, რომ თქვენ იცოდეთ, ეს არჩევანი, რომელსაც თქვენ აკეთებთ, არჩევანი იყოთ ლოიალური თქვენი მთავრობის მიმართ, მიუხედავად იმისა, რაც ხდება, ეს არჩევანი ექნება შედეგები. არა მხოლოდ პოლიტიკური შედეგები, არამედ პირადი შედეგები. შედეგები თქვენი რეპუტაციისთვის, თქვენი სახელისთვის, თქვენი მემკვიდრეობისთვის. შეხვედრა მთავრდება ზრდილობიანად, მაგრამ ორჯონიკიძე იცის, რომ ეს იყო გაფრთხილება. გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ის, რასაც ის აპირებს, რეზოლუციების ბლოკირება, არ დარჩება შეუმჩნეველი. მომდევნო თვეებში, 2002 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში, ორჯონიკიძე იწყებს რეალურ მუშაობას იმ სისტემის ფარგლებში, რომელიც პეტროვსკიმ დატოვა მისთვის. ის იწყებს შეხვედრებს იმ დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მეგობრულები არიან რუსეთის მიმართ, ელჩებთან ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან. ის იწყებს კოორდინაციას იმისა, როგორ ხმა მისცენ ისინი ადამიანის უფლებათა კომისიაში, როგორ დაბლოკონ რეზოლუციები, როგორ შექმნან პროცედურული დაბრკოლებები. ის იწყებს მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაზე, ორგანიზაციებზე, როგორიცაა Human Rights Watch და Memorial, რომლებიც აქვეყნებენ ანგარიშებს ჩეჩნეთიდან. ის იწყებს გავრცელებას ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ამ ორგანიზაციების ობიექტურობას, რომელიც ამტკიცებს, რომ ისინი არიან დასავლური სპეცსამსახურების ინსტრუმენტები, რომ მათი ანგარიშები არის ცალმხრივი და არაზუსტი. და ის იწყებს გამოყენებას პროცედურული ხრიკების, რომლებიც აყოვნებენ რეზოლუციების განხილვას, რომლებიც ცვლიან დღის წესრიგს, რომლებიც ქმნიან ტექნიკურ პრობლემებს. ყველაფერი ეს ხდება ჩუმად, პროფესიონალურად ისე, რომ გარედან ეს გამოიყურება როგორც ნორმალური ბიუროკრატიული პროცესი. მაგრამ შედეგი არის ერთი, რეზოლუცია ჩეჩნეთის შესახებ, რომელსაც ბრიტანელი ელჩი აცხადებდა, არ გადის. ის იბლოკება, არა ოფიციალურად, არა ღიად, არამედ კულუარებში, პროცედურულად ისე, რომ არავინ შეძლებს დაადანაშაულოს კონკრეტული ადამიანი. მაგრამ ყველა მიცის, ვინ იყო ამის უკან. ყველა მიცის, რომ სერგეი ორჯონიკიძე, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალური დირექტორი, იყო ის ადამიანი, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა. და ახლა 2002 წლის შემოდგომაზე, როდესაც ორჯონიკიძე უკვე რამდენიმე თვეა ჟენევაში, ის იწყებს გრძნობას რაღაცისა, რაც პეტროვსკი აღწერდა, გრძნობას იმისა, რომ ის კარგავს საკუთარ თავს. ის იწყებს ხედვას საკუთარი თავის ეკარში, ხედვას ადამიანისა, რომელიც გარედან გამოიყურება წარმატებული, პატივსაცემი, გავლენიანი, მაგრამ რომელიც შიგნიდან იცის, რომ ის არის თანამონაწილე რაღაცაში, რაც არ არის სწორი.
ის იწყებს ძილის დაკარგვას ღამეები, როდესაც ისწევს თავის საწოლში ჟენევის ვილაში, ისმენს ტბის ტალღების ხმას და ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩეჩნეთში არიან, ადამიანებზე, რომლებსაც შეეძლოთ დახმარება, თუ გაეროს რეზოლუცია რეალურად გავიდოდა. ის იწყებს თავიდან აცილებას იმ შეხვედრებისას, სადაც ის იძულებულია ესაუბროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აჩვენებენ მას ფოტოებს ჩეჩნეთიდან, ფოტოებს დანგრეული სოფლებისა, დაჭრილი ბავშვებისა, გაუჩინარებული ადამიანების ოჯახების წევრებისა. ის იწყებს მას, არა ბევრს, არა ისე, რომ ეს შეამჩნიონ, მაგრამ საკმარისად, რომ დაძინება შეძლოს, რომ დაივიწყოს ის, რაც ისაკეთებს. და ის იწყებს ფიქრს იმაზე, რომ შესაძლოა პეტროვსკი მართალი იყო. შესაძლოა ეს ადგილი რეალურად ანადგურებს ადამიანს, თუ ის არ იცის, როგორ დაიცვა საკუთარი თავი. მაგრამ როგორ დაიცვა საკუთარი თავი, როდესაც შენ აკეთებ რაღაცას, რაც არ არის სწორი? როგორ შეინარჩუნო საკუთარი სინდისი, როდესაც შენი მუშაობა არის სინდისის ჩახშობა? ეს კითხვები რჩება ჰაერში, როგორც კვამლი, რომელიც არ ქრება. და ორჯონიკიძე იცის, რომ ის ჯერ არ იპოვა პასუხები. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ის უნდა გააგრძელოს. რადგან გაჩერება ნიშნავს უარს. და უარი ნიშნავს დასასრულს. დასასრულს ყველაფრისა, კარიერის, პრივილეგიების, ცხოვრების, რომელიც მას ახლა აქვს. და ის არ არის მზად ამისთვის. ჯერ არა. შესაძლოა არასოდეს. მაგრამ რამდენ ხანს შეძლებს ის ამის გაგრძელებას? რამდენ ხანს შეძლებს ის იცხოვროს ორმაგ ცხოვრებაში, საჯაროდ როგორც პატივსაცემი გაეროს ოფიციალური პირი, კულუარებში როგორც კრემლის აგენტი? და რა მოხდება, როდესაც ეს ორმაგი ცხოვრება გახდება აღარ შესაძლებელი? როდესაც ის იძულებული გახდება აირჩიოს თავისი სინდისი ან თავისი კარიერა? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, როგორც ჩრდილები, რომლებიც მას მისდევენ ჟენევის ქუჩებში, როდესაც ის დადის ტბის ნაპირას და უყურებს ალპებს, მთებს, რომლებიც უცვლელები არიან, მაგრამ რომლებიც ასევე არიან გულგრილები ადამიანის ტკივილის მიმართ. რა ხდება ადამიანთან, როდესაც მისი სხეული იწყებს ხალათს უფრო ადრე, ვიდრე მისი სინდისი? როდესაც ფიზიკური დაღლილობა ხდება უფრო ძლიერი, ვიდრე მორალური დილემები? სერგეი ორჯონიკიძე, ადამიანი, რომელიც ჟენევაში ჩამოვიდა 2002 წლის მარტში, 46 წლის ენერგიული, თავდაჯერებული დიპლომატი, 2003 წლის გაზაფხულისთვის იწყებს ცვლილებას. არა მხოლოდ შინაგანად, არამედ გარეგნულად. მისი თანამშრომლები ამჩნევენ, რომ ის ხშირად ჩანს დაღლილი, მისი თვალები წითელია, მისი სახე ფერმკრთალია, მისი ხელები ოდნავ კანკალებს, როდესაც ის ხელს აწერს დოკუმენტებს. ის იწყებს წონის დაკლებას, არა დრამატულად, მაგრამ საკმარისად, რომ მისი კოსტიუმები ხდება ოდნავ ფართო. ის იწყებს თმის კარგვას, მისი შავი თმა, რომელიც ოდესღაც სქელი იყო, ახლა იწყებს თხელდებას თავის თავზე. და ყველაზე მთავარი, ის იწყებს ძილის დაკარგვას სისტემატურად. არა ერთი ან ორი ღამე, არამედ კვირების განმავლობაში. მისი პირადი ექიმი, შვეიცარიელი ექიმი, რომელიც ემსახურება დიპლომატიურ კორპუსს ჟენევაში, ურჩევს მას დასვენებას, მაგრამ ორჯონიკიძე უარს ამბობს. მე არ შემიძლია დასვენება. მე მაქვს მუშაობა. მაგრამ რა არის ეს მუშაობა, რომელიც მას არ აძლევს დასვენების საშუალებას? რა არის ის, რაც მას ჭამს შიგნიდან? პასუხი მდებარეობს არა ერთ კონკრეტულ მოვლენაში, არამედ აკუმულაციაში მცირე გადაწყვეტილებებისა, მცირე კომპრომისებისა, მცირე ღალატებისა, რომლებიც ერთად ქმნიან რაღაცას, რაც აღარ არის მცირე. 2003 წლის გაზაფხულზე ადამიანის უფლებათა კომისიის სესიაზე ჟენევაში ხდება ის, რაც ორჯონიკიძე ელოდა და რასაც ის ეშინოდა ერთდროულად. ევროპული ქვეყნები, ბრიტანეთი, გერმანია, ფრანგია, წარადგენენ რეზოლუციის პროექტს ჩეჩნეთის შესახებ. რეზოლუცია მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, გამოძიებას, რომელიც მოიცავს ფილტრაციის ბანაკებს, გაუჩინარებულ ადამიანებს, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობას. რეზოლუციის ტექსტი არის დეტალური, დოკუმენტირებული, დამყარებული ანგარიშებზე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და გაეროს საკუთარი მონიტორინგის მექანიზმებიდან. ეს არის ზუსტად ის, რისი თავიდან აცილებაც ორჯონიკიძეს დაევალა. და ახლა ის უნდა იმოქმედოს. მაგრამ როგორ დაბლოკო რეზოლუცია, რომელიც დამყარებულია ფაქტებზე, რომლებიც რეალურად მოხდა? როგორ დაიცვა ქვეყანა, რომელიც რეალურად არღვევს ადამიანის უფლებებს? პასუხი, რომელსაც ორჯონიკიძე იყენებს, არის ის, რაც პეტროვსკიმ ასწავლა მას, პროცედურული ობსტრუქცია და კულუარული მოლაპარაკებები. პირველი ნაბიჯი არის დროის მოგება.
რეზოლუცია დაგეგმილია განსახილველად გარკვეულ თარიღზე, აპრილის 27-ს. ორჯონიკიძე იყენებს თავის უფლებამოსილებას როგორც გენერალური დირექტორი და აცხადებს, რომ კონფერენციის დარბაზი, სადაც განხილვა უნდა მოხდეს, არ არის ხელმისაწვდომი იმ დღეს, ტექნიკური პრობლემების გამო. ეს არის სიცრუე, დარბაზი სრულიად ხელმისაწვდომია, მაგრამ ეს არის სიცრუე, რომელსაც შეუძლია გაიაროს როგორც ბიუროკრატიული შეცდომა. განხილვა გადაიდება მაისის მეორე რიცხვზე. ეს იძლევა ერთ კვირას, რომლის განმავლობაშიც ორჯონიკიძე და რუსეთის დელეგაცია მუშაობენ კულუარებში. ისინი ხვდებიან იმ ქვეყნების ელჩებს, რომლებიც მეგობრულები არიან: ბელარუსი, ყაზახეთი, ჩინეთი, კუბა, ზიმბაბვე. ისინი აწვევენ მათ, რომ ხმა მისცენ რეზოლუციის წინააღმდეგ. ისინი ხვდებიან აფრიკულ და აზიურ ქვეყნებს, რომლებიც ნეიტრალურები არიან და ურჩევენ მათ, რომ არ ჩაერთონ ევროპულ პოლიტიკურ თამაშებში. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც ამტკიცებს, რომ რეზოლუცია არის ანტირუსული პროპაგანდა, რომ ის დაფინანსებულია დასავლური სპეცსამსახურების მიერ, რომ ის არის ნაწილი უფრო დიდი გეოპოლიტიკური სტრატეგიისა რუსეთის შესასუსტებლად. და ისინი იყენებენ მუქარას, არა ღია მუქარას, არამედ ფარულს. ქვეყნები, რომლებიც მხარს დაუჭერენ რეზოლუციას, შეიძლება აღმოაჩინონ, რომ რუსეთი აღარ არის ისეთი, თანამშრომლობისთვის მზად სხვა საკითხებში, ენერგეტიკულ კონტრაქტებში, ეკონომიკურ დახმარებაში, პოლიტიკურ მხარდაჭერაში. მაისის მეორე რიცხვს, როდესაც განხილვა საბოლოოდ ხდება, ორჯონიკიძე ზის დარბაზში, ზის არა როგორც მონაწილე, არამედ როგორც დამკვირვებელი, როგორც გენერალური დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს პროცედურულ სიგნალს. ის უყურებს, როგორ საუბრობენ დელეგაციები, როგორ საუბრობენ ევროპელები რეზოლუციის სასარგებლოდ, როგორ საუბრობენ რუსეთის მოკავშირეები რეზოლუციის წინააღმდეგ. ის უყურებს, როგორ საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორ აჩვენებენ ისინი ფოტოებს ჩეჩნეთიდან, როგორ კითხულობენ ისინი ჩვენებებს გადარჩენილებისგან, როგორ ითხოვენ ისინი სამართლიანობას. და ის გრძნობს რაღაცას, რაც ის არასოდეს გრძნობდა მანამდე, გრძნობს სირცხვილს. არ აბსტრაქტულ სირცხვილს, არამედ ფიზიკურ სირცხვილს, რომელიც აჩენს სიცხეს მის სახეზე, რომელიც აძლევს ოფლს მის ხელებს, რომელიც აძლევს სიმძიმეს მის გულს. ის იცის, რომ ის, რაც ხდება ამ დარბაზში, არის თეატრი, რომლის შედეგი უკვე გადაწყვეტილია კულუარებში. ის იცის, რომ რეზოლუცია არ გაივლის, არა იმიტომ, რომ ის არ არის სამართლიანი, არამედ იმიტომ, რომ ის სერგეი ორჯონიკიძე უზრუნველყო, რომ საკმარისი ქვეყნები ხმა მისცენ მის წინააღმდეგ. და როდესაც კენჭისყრა ხდება და როდესაც რეზოლუცია ვარდება ორი ხმით, ის გრძნობს არა გამარჯვებას, არამედ ცარიელობას. ცარიელობას, რომელიც ავსებს მის გულს, როგორც წყალი ავსებს ჩაძირულ გემს. იმ საღამოს, როდესაც ორჯონიკიძე ბრუნდება თავის ვილაში ჟენევის ტბის ნაპირას, ის ვერ ძინავს. ის წევს თავის საწოლში, ისმენს ტბის ტალღების ხმას და ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩეჩნეთში არიან, ადამიანებზე, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ გაეროს რეზოლუცია შეცვლიდა რამეს და რომლებიც ახლა დარჩებიან იმედგაცრუებულები. ის ფიქრობს იმ ქალზე, რომელიც საუბრობდა დარბაზში, ქალზე ჩეჩნეთიდან, რომელიც ეძებს თავის ძმას, რომელიც გაუჩინარდა ფილტრაციის ბანაკში. ის ფიქრობს მის სახეზე, რომელიც იყო სავსე ტკივილით, მაგრამ ასევე იმედით, რომ გაერო მოისმენს, რომ გაერო იმოქმედებს. და ახლა ეს იმედი გატეხილია. გატეხილია იმიტომ, რომ ის სერგეი ორჯონიკიძე გატეხა ის. ის დგება საწოლიდან და მიდის ფანჯარასთან. ის უყურებს ტბას, რომელიც მშვიდია, უცვლელია, გულგრილია. და ის ფიქრობს იმაზე, რომ ეს ტბა იყო აქ ათასობით წლის განმავლობაში. ის იყო აქ, როდესაც ომები იწყებოდა და მთავრდებოდა. ის იყო აქ, როდესაც ადამიანები კვდებოდნენ მილიონობით. და ის დარჩება აქ, როდესაც ის სერგეი ორჯონიკიძე აღარ იქნება. მაგრამ რას დატოვებს ის? რა იქნება მისი მემკვიდრეობა? ადამიანი, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა? თუ ადამიანი, რომელმაც დაბლოკა სამართლიანობა? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, როგორც ჩრდილები, რომლებიც მას მისდევენ. მომდევნო თვეებში, 2003 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ორჯონიკიძის ფიზიკური მდგომარეობა აგრძელებს გაუარესებას. მისი პირადი ექიმი აღმოაჩენს, რომ მას აქვს მაღალი წნევა, რომელიც არ იყო პრობლემა მანამდე. ექიმი უწერს მედიკამენტებს, მაგრამ ორჯონიკიძე ხშირად ივიწყებს მათ მიღებას. ის იწყებს თავის ტკივილების განცდას, თავის ტკივილები, რომლებიც მოდიან უეცრად, ძლიერად და რომლებიც აიძულებენ მას გააუქმოს შეხვედრები. ის იწყებს კუჭის პრობლემების განცდას, პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია სტრესთან, ძილის ნაკლებობასთან, ალკოჰოლთან, რომელსაც ის იყენებს დასაძინებლად.
მისი თანამშრომლები ამჩნევენ, რომ ის ხდება უფრო გაღიზიანებული, უფრო ნერვიული, უფრო მოუთმენელი. ის იწყებს კამათს თავის თანამშრომლებთან მცირე საკითხებზე, რომლებიც მანამდე არ აწუხებდა მას. ის იწყებს იზოლაციას თავისი ოჯახისგან, თავისი მეგობრებისგან, თავისი კოლეგებისგან. ის ატარებს უფრო და უფრო მეტ დროს მარტო თავის კაბინეტში, მარტო თავის ვილაში, მარტო თავის აზრებში. და ყველაზე მთავარი, ის იწყებს ფიქრს იმაზე, რომ შესაძლოა ის აღარ შეძლებს ამის გაგრძელებას. შესაძლოა ის მიაღწია წერტილს, სადაც მისი სხეული უარს იტყვის იმ სტრესზე, იმ დაძაბულობაზე, იმ მორალურ წნეხზე, რომელიც მას ატარებს ყოველდღიურად. მაგრამ რა არის ალტერნატივა? გადადგომა. დატოვოს ეს თანამდებობა და დაბრუნდეს მოსკოვში? ორჯონიკიძე იცის, რომ ეს შეუძლებელია. გადადგომა ნიშნავს აღიარებას იმისა, რომ ის ვერ შეძლო, რომ ის ვერ გაუმკლავდა, რომ ის ვერ შეასრულა ის დავალება, რომელიც მას მიეცა. და კრემლი არ იტანს წარუმატებლობას. კრემლი არ იტანს სისუსტეს. გადადგომა ნიშნავს დასასრულს, არა მხოლოდ კარიერის დასასრულს, არამედ რაღაც უფრო საშიშს. ის ნიშნავს, რომ ის გახდება ის, ვინც ვერ გაუმკლავდა, ის, ვინც გატეხილა, ის, ვინც სუსტი აღმოჩნდა. და ეს ბრენდი, რომელსაც ის ვერ აიტანს. ამიტომ ის აგრძელებს. ის აგრძელებს მუშაობას, რომელიც მას ანადგურებს ფიზიკურად და მორალურად. ის აგრძელებს შეხვედრებს, კონფერენციებს, მოლაპარაკებებს. ის აგრძელებს რეზოლუციების ბლოკირებას, ფაქტების დამალვას, სინდისის ჩახშობას. და ის აგრძელებს იმედს, რომ შესაძლოა ერთ დღეს ეს ყველაფერი დასრულდება, რომ შესაძლოა ერთ დღეს ის შეძლებს დასვენებას, რომ შესაძლოა ერთ დღეს ის შეძლებს იცხოვროს საკუთარ თავთან ერთად. მაგრამ ეს დღე არ მოდის. და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებად სჯერა მას, რომ ის ოდესმე მოვა. 2004 წლის დასაწყისში, 2 წლის შემდეგ, რაც ორჯონიკიძე ჩამოვიდა ჟენევაში, ხდება რაღაც, რაც ცვლის ყველაფერს. არა ერთი დიდი მოვლენა, არამედ აკუმულაცია მცირე ინციდენტებისა, რომლებიც ერთად ქმნიან კრიზისს. პირველი ინციდენტი ხდება იანვარში, როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, Memorial, აქვეყნებს დეტალურ ანგარიშს ჩეჩნეთიდან. ანგარიში შეიცავს ახალ ინფორმაციას საიდუმლო ბანაკების შესახებ, სადაც ადამიანებს აწამებენ, ინფორმაციას მასობრივი სამარხების შესახებ, ინფორმაციას რუსული სამხედრო ოფიცრების შესახებ, რომლებიც პირდაპირ პასუხისმგებელები არიან ამ დანაშაულებზე. ანგარიში არის დოკუმენტირებული, დეტალური, შეუძლებელია უარყოფა. და ის იწყებს ვრცელდებას დასავლურ მედიაში, დიპლომატიურ წრეებში, გაეროს კორიდორებში. ორჯონიკიძე იცის, რომ ეს ანგარიში არის საფრთხე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ახალი რეზოლუციის წარდგენა. და ის იწყებს მუშაობას ამ ანგარიშის დისკრედიტაციაზე. ის ავრცელებს ინფორმაციას, რომ Memorial არის დასავლური აგენტი, რომ მისი ანგარიში არის ცალმხრივი და არაზუსტი, რომ ის არის ნაწილი ანტირუსული კამპანიისა. მაგრამ ამჯერად ეს არ მუშაობს. ამჯერად ანგარიში ძალიან დეტალურია, ძალიან დოკუმენტირებულია, ძალიან დამაჯერებელია. და დასავლური ქვეყნები იწყებენ მოძრაობას ახალი რეზოლუციის მომზადებისკენ. მეორე ინციდენტი ხდება თებერვალში, როდესაც ერთ-ერთი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც სპეციალიზირებულია გაეროს თემებზე, აქვეყნებს სტატიას. სტატია არის ორჯონიკიძის შესახებ, რომელიც აღწერს, როგორ ის იყენებს თავის პოზიციას გაეროში რუსეთის დასაცავად ჩეჩნეთის რეზოლუციებისგან. სტატია შეიცავს დეტალებს პროცედურული ხრიკების შესახებ, დეტალებს კულუარული მოლაპარაკებების შესახებ, დეტალებს იმის შესახებ, როგორ ორჯონიკიძე აკოორდინირებს რუსეთის მოკავშირეებს. სტატია არ არის ოფიციალური ბრალდება, ის არის ჟურნალისტური გამოძიება, მაგრამ ის არის საკმარისად დეტალური, რომ გამოიწვიოს კითხვები. და ეს კითხვები იწყებს ვრცელდებას დიპლომატიურ წრეებში, გაეროს კორიდორებში, მედიაში. ორჯონიკიძე იცის, რომ ეს სტატია არის თავდასხმა მის რეპუტაციაზე, მის პოზიციაზე, მის ავტორიტეტზე. და ის იწყებს დაცვას, რომელიც მოიცავს ოფიციალურ უარყოფას, მოიცავს იურიდიულ მუქარებს, მოიცავს ცდას დისკრედიტირდეს ჟურნალისტი. მაგრამ ამჯერად ეს ასევე არ მუშაობს. ამჯერად სტატია ძალიან დეტალურია, ძალიან დოკუმენტირებულია, ძალიან დამაჯერებელია. და კითხვები არ ქრება. ისინი რჩება ჰაერში როგორც ბურუსი, რომელიც არ იფანტება. მესამე ინციდენტი ხდება მარტში, როდესაც ერთ-ერთი ქვეყანა, ნორვეგია, აცხადებს, რომ ის აპირებს წარადგინოს ახალი რეზოლუცია ჩეჩნეთის შესახებ.
ეს რეზოლუცია არის უფრო მკაცრი, ვიდრე წინა რეზოლუცია. ის მოითხოვს არა მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას, არამედ ასევე სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთი არ თანამშრომლობს. ეს არის ესკალაცია, რომელიც ორჯონიკიძე არ ელოდა. და ის იცის, რომ ამჯერად მისი ჩვეულებრივი მეთოდები, პროცედურული ხრიკები, კულუარული მოლაპარაკებები შეიძლება არ იყოს საკმარისი. ამჯერად ის საჭიროებს რაღაც უფრო ძლიერს. ამჯერად ის საჭიროებს პირდაპირ ინტერვენციას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ დიპლომატიურ წნეხს, არამედ ასევე პოლიტიკურ მუქარებს. და ის იწყებს მუშაობას, რომელიც მოიცავს სარევს მოსკოვში, მოიცავს შეხვედრებს რუსეთის დელეგაციასთან, მოიცავს კოორდინაციას რუსეთის მოკავშირეებთან. მაგრამ ამჯერად ის გრძნობს რაღაცას, რაც ის არასოდეს გრძნობდა მანამდე, გრძნობს, რომ ის კარგავს კონტროლს. გრძნობს, რომ ის, რაც ის აკეთებს, აღარ არის საკმარისი. გრძნობს, რომ კედლები იხურება მის გარშემო. და სწორედ ამ მომენტში, მარტის ბოლოს 2004 წლის ორჯონიკიძე იღებს ზარს მოსკოვიდან. ზარი არის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, იგორ ივანოვისგან, ადამიანისგან, რომელმაც მას უთხრა 2 წლის წინ, რომ ის არის არჩეული ჟენევის პოსტისთვის. ივანოვის ხმა არის მშრალი, ოფიციალური, ცივი. სერგეი ალექსანდროვიჩ, ჩვენ გვაქვს პრობლემა. ნორვეგიის რეზოლუცია არის სერიოზული საფრთხე. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ ის გაიაროს. თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რომ დაბლოკოთ ის. ნებისმიერი ფასით. ორჯონიკიძე ისმენს და ის გრძნობს, როგორ იწყება ცივი ოფლიმის ზურგზე. ის იცის, რომ ნებისმიერი ფასით ნიშნავს ზუსტად იმას, რასაც ის ამბობს, ნიშნავს, რომ ის უნდა გამოიყენოს ყველა მეთოდი, ყველა ხრიკი, ყველა მუქარა, რომელიც მას აქვს. ნიშნავს, რომ ის უნდა გადალახოს ის ხაზები, რომლებსაც ის მანამდე არ გადალახავდა. ნიშნავს, რომ ის უნდა გახდეს არა მხოლოდ დიპლომატი, არამედ ოპერატორი, რომელიც იყენებს ყველა იარაღს, რომელიც მას აქვს. და ის იცის, რომ თუ ის ამას არ გააკეთებს, თუ ის ვერ დაბლოკავს ამ რეზოლუციას, მაშინ ის წარუმატებელი იქნება. და წარუმატებლობა ნიშნავს დასასრულს. მომდევნო კვირებში, აპრილსა და მაისში, ორჯონიკიძე მუშაობს ისე, როგორც ის არასოდეს მუშაობდა მანამდე. ის ატარებს 14-15 საათს დღეში, შეხვედრებში, ზარებში, მოლაპარაკებებში. ის იყენებს ყველა კონტაქტს, რომელიც მას აქვს, კონტაქტებს დელეგაციებთან, კონტაქტებს გაეროს ოფიციალურ პირებთან, კონტაქტებს დიპლომატიურ წრეებთან. ის იყენებს ყველა მეთოდს, რომელიც მას აქვს, პროცედურულ ხრიკებს, კულუარულ მოლაპარაკებებს, პოლიტიკურ მუქარებს. ის იყენებს ყველა არგუმენტს, რომელიც მას აქვს, არგუმენტებს, რომ რეზოლუცია არის პოლიტიკური, რომ ის არის ანტირუსული, რომ ის არის ნაწილი დასავლური სტრატეგიისა. და ის იყენებს ყველა ბერკეტს, რომელიც მას აქვს, ბერკეტებს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ბერკეტებს პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, ბერკეტებს ენერგეტიკულ კონტრაქტებზე. ის მუშაობს დღე და ღამე, ის მუშაობს შაბათ-კვირას, ის მუშაობს ისე, თითქოს მისი ცხოვრება დამოკიდებულია ამაზე. და შესაძლოა ის რეალურად დამოკიდებულია. რადგან ის იცის, რომ თუ ის ვერ დაბლოკავს ამ რეზოლუციას, მაშინ ის არის დასასრული მისი კარიერისა, დასასრული მისი პოზიციისა, დასასრული ყველაფრისა, რაც მას აქვს. და მაისის 27-ს, როდესაც კენჭისყრა ხდება ადამიანის უფლებათა კომისიაში, ორჯონიკიძე ზის დარბაზში, ზის ისე, როგორც ის იჯდა 2 წლის წინ, როდესაც პირველი რეზოლუცია იბლოკებოდა. მაგრამ ამჯერად ის გრძნობს რაღაცას სხვას, გრძნობს არა სირცხვილს, არამედ დაღლილობას. დაღლილობას, რომელიც არის ფიზიკური და მორალური ერთდროულად. დაღლილობას, რომელიც აჩენს სიმძიმეს მის ხელებს, რომელიც აჩენს ბურუს მის თვალებს, რომელიც აჩენს ცარიელობას მის გულს. ის უყურებს, როგორ ხდება კენჭისყრა, როგორ ხმას აძლევენ დელეგაციები, როგორ ითვლიან ხმებს, როგორ აცხადებენ შედეგს. და როდესაც შედეგი აცხადდება, როდესაც რეზოლუცია კვლავ ვარდება, კვლავ იბლოკება, კვლავ არ გადის, ის გრძნობს არა გამარჯვებას, არამედ ცარიელობას. ცარიელობას, რომელიც ავსებს მის გულს, როგორც წყალი ავსებს ჩაძირულ გემს. ის იცის, რომ ის გაიმარჯვა იმ გაგებით, რომ ის შეასრულა თავისი დავალება, რომ ის დაბლოკა რეზოლუცია, რომ ის დაიცვა რუსეთი. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ეს გამარჯვება არის ღრუ, როგორც ის ცარიელობა, რომელიც მას გრძნობს თავის გულში. რადგან რა არის გამარჯვება, როდესაც შენ იცი, რომ შენ დაბლოკე სამართლიანობა? რა არის გამარჯვება, როდესაც შენ იცი, რომ შენ დაიცავი არა ხალხი, არამედ რეჟიმი? რა არის გამარჯვება, როდესაც შენ იცი, რომ შენ გატეხე იმედი იმ ადამიანებისა, რომლებიც ელოდნენ სამართლიანობას? იმ საღამოს, როდესაც ორჯონიკიძე ბრუნდება თავის ვილაში, ის არ ძინავს.
ის ზის თავის კაბინეტში, რომელიც სავსეა დოკუმენტებით, ფოტოებით, დიპლომატიური ჯილდოებით და ის უყურებს თავის ხელებს, რომლებიც კანკალებს ოდნავ. ხელებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ათასობით დოკუმენტს. ხელებს, რომლებმაც დაბლოკეს ათასობით რეზოლუცია. ხელებს, რომლებმაც დაიცვეს რუსეთი ნებისმიერი ფასით. და ის ფიქრობს იმაზე, რომ ეს ხელები, რომლებიც ახლა კანკალებს, არის ის ხელები, რომლებმაც გატეხეს იმედი ათასობით ადამიანისა. არის ის ხელები, რომლებმაც დაბლოკეს სამართლიანობა. არის ის ხელები, რომლებმაც ემსახურეს არა ხალხს, არამედ რეჟიმს. და ის ფიქრობს იმაზე, რომ ეს ხელები, რომლებიც ახლა კანკალებს, არის ის ხელები, რომლებსაც ის აღარ იცნობს. არის ის ხელები, რომლებიც აღარ არის მისი. არის ის ხელები, რომლებიც ეკუთვნის სხვა ადამიანს, რომელიც ის გახდა, მაგრამ რომელიც ის არ უნდა ყოფილიყო. და ის ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა პეტროვსკი მართალი იყო. შესაძლოა ეს ადგილი რეალურად ანადგურებს ადამიანს. შესაძლოა ის სერგეი ორჯონიკიძე უკვე განადგურებულია. განადგურებულია არა ფიზიკურად, არამედ მორალურად. განადგურებულია არა გარედან, არამედ შიგნიდან. განადგურებულია არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, დღითი დღე, გადაწყვეტილება, კომპრომისი. და ახლა, როდესაც ის უყურებს თავის ხელებს, რომლებიც კანკალებს, ის ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა ის უკვე გადალახა ის წერტილი, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. შესაძლოა ის უკვე გახდა ის, ვინც ის არ უნდა ყოფილიყო. შესაძლოა ის უკვე დაკარგა საკუთარი თავი. და ეს აზრი, რომ ის დაკარგა საკუთარი თავი, არის ის, რაც მას ყველაზე მეტად აშინებს. უფრო მეტად ვიდრე კრემლის რისხვა. უფრო მეტად ვიდრე კარიერის დასასრული. უფრო მეტად ვიდრე ყველაფერი სხვა. რადგან როგორ შეიძლება იცხოვრო, როდესაც შენ დაკარგე საკუთარი თავი? როგორ შეიძლება გააგრძელო, როდესაც შენ აღარ იცი ვინ ხარ? როგორ შეიძლება იყო ადამიანი, როდესაც შენ გახდი მანქანა, რომელიც ასრულებს ბრძანებებს, მაგრამ რომელსაც აღარ აქვს სული? მაგრამ ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ეს შესაძლებელი გახადა? ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც რეალურად მოიგო ამ თამაშში? ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც მიიღო ყველაფერი, რაც ორჯონიკიძემ დაკარგა? პასუხი მდებარეობს არა ჟენევაში, არამედ მოსკოვში. პასუხი მდებარეობს არა გაეროს კორიდორებში, არამედ კრემლის კაბინეტებში. პასუხი მდებარეობს იმ ადამიანში, რომელიც 2 წლის წინ, 2002 წლის თებერვალში, გადაწყვიტა, რომ ორჯონიკიძე უნდა დაენიშნა ჟენევაში. იმ ადამიანში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჟენევის კონტროლი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის უფლებები. იმ ადამიანში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რუსეთის რეპუტაცია არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სამართლიანობა. და ეს ადამიანი არის ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც 2001 წელს ამერიკას შესთავაზა თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში და რომელიც 2002 წელს გადაწყვიტა, რომ ჩეჩნეთის ომის დაფარვა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დასავლურ ღირებულებებთან თანამშრომლობა. ეს ადამიანი, პუტინი, არის ის, ვინც რეალურად მოიგო ამ თამაშში. რადგან ის მიიღო ის, რაც მას სჭირდებოდა, მიიღო ჟენევის კონტროლი, მიიღო ჩეჩნეთის დაფარვა, მიიღო რუსეთის დაცვა საერთაშორისო კრიტიკისგან. და რა გადაიხადა ის ამისთვის? გადაიხადა ორჯონიკიძის სული. გადაიხადა ორჯონიკიძის ჯანმრთელობა. გადაიხადა ორჯონიკიძის სინდისი. მაგრამ ეს არ არის ფასი პუტინისთვის. ეს არის ფასი ორჯონიკიძისთვის. და პუტინი არ იხდის ამ ფასს. პუტინი ზის კრემლში თავის კაბინეტში და ის იღებს ანგარიშებს იმის შესახებ, რომ ჟენევაში ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, რომ რეზოლუციები იბლოკება, რომ რუსეთი დაცულია. და ის კმაყოფილია იმით, რომ მისი სტრატეგია მუშაობს. კმაყოფილია იმით, რომ მისი ადამიანი, ორჯონიკიძე, ასრულებს თავის დავალებას. კმაყოფილია იმით, რომ რუსეთი კვლავ აკონტროლებს ჟენევას. და ის არ ფიქრობს იმაზე, რა ფასად. ის არ ფიქრობს იმაზე, რა ხდება ორჯონიკიძესთან. ის არ ფიქრობს იმაზე, როგორ ანადგურებს ეს მუშაობა ადამიანს. რადგან პუტინისთვის ადამიანები არიან ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება და შემდეგ იცვლება, როდესაც ისინი ცვდებიან. და ორჯონიკიძე, რომელიც ახლა ზის თავის ვილაში ჟენევაში და უყურებს თავის კანკალ ხელებს, არის ერთ-ერთი ეს ინსტრუმენტი, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს. მაგრამ რომელიც იწყებს ცვეთას.
და როდესაც ის საბოლოოდ გაიცვეთება, როდესაც ის საბოლოოდ გატყდება, პუტინი უბრალოდ იპოვის სხვა ინსტრუმენტს. სხვა ორჯონიკიძეს. სხვა ადამიანს, რომელიც მზად იქნება გადაიხადოს ფასი, რომელსაც პუტინი არასოდეს გადაიხდის. რადგან პუტინი არის ის, ვინც იგებს. ყოველთვის იგებს. ნებისმიერი ფასით. მაგრამ ეს ფასი არასოდეს არის მისი. ეს ფასი ყოველთვის არის სხვისი. და ახლა, 2004 წლის მაისში, ეს ფასი არის ორჯონიკიძის. და ორჯონიკიძე იცის ამას. ის იცის, რომ ის არის ის, ვინც იხდის. ის იცის, რომ ის არის ის, ვინც ანადგურდება. ის იცის, რომ ის არის ის, ვინც კარგავს. მაგრამ რას შეუძლია ის? როგორ შეუძლია მას გაჩერება? როგორ შეუძლია მას უარი? როგორ შეუძლია მას თავის დაცვა? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, როგორც ჩრდილები, რომლებიც მას მისდევენ. და ორჯონიკიძე იცის, რომ ის არასოდეს იპოვის პასუხებს. რადგან პასუხები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ რეალობა, რომელშიც ის ცხოვრობს. რეალობა, რომელშიც ის მუშაობს, რეალობა, რომელშიც ის ანადგურდება. და ეს რეალობა არ შეიცვლება. არასოდეს. რადგან ის, ვინც აკონტროლებს ამ რეალობას, პუტინი, არ სურს, რომ ის შეიცვალოს. და ის, ვინც იხდის ამ რეალობის ფასს, ორჯონიკიძე, არ შეუძლია, რომ შეცვალოს ის. ამიტომ ის რჩება. რჩება ამ რეალობაში. რჩება ამ მუშაობაში. რჩება ამ ანადგურებაში. რადგან ალტერნატივა არ არსებობს. არასოდეს არსებობდა. და არასოდეს იარსებებს. რა ხდება, როდესაც ადამიანი აღმოაჩენს, რომ მისი სხეული უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მისი გონება ჯერ კიდევ ერიდება. როდესაც ფიზიკური კოლაფსი ხდება უფრო სწრაფი, ვიდრე მორალური კაპიტულაცია. სერგეი ორჯონიკიძე, ადამიანი, რომელიც 2004 წლის ზაფხულისთვის უკვე 2 წელია ემსახურება კრემლის ინტერესებს ჟენევაში, იწყებს განცდას რაღაცისა, რაც ექიმები უწოდებენ ორგანიზმის ბუნტს. ივლისის დასაწყისში ერთ-ერთი განსაკუთრებით დაძაბული შეხვედრის დროს შეხვედრა, სადაც ის კვლავ უნდა დაეცვა რუსეთი ახალი ბრალდებებისგან ჩეჩნეთის თემაზე, მისი გული უეცრად იწყებს არარეგულარულ ცემას. არა მოკლე ეპიზოდი, არამედ რამდენიმე წუთიანი კრიზისი, რომლის დროსაც ის გრძნობს, თითქოს მისი გულმკერდი იჭერება ვიზეში. მისი თანამშრომლები ამჩნევენ, რომ ის ფერმკრთალდება, რომ ის ოფლიანდება, რომ მისი ხელი მიდის გულთან. ისინი უძახიან სასწრაფო დახმარებას, მაგრამ ორჯონიკიძე უარს ამბობს, არაფერია. უბრალოდ სტრესი. მაგრამ ის იცის, რომ ეს არ არის უბრალოდ სტრესი. ეს არის გაფრთხილება მისი სხეულისგან, რომელიც ამბობს, მე აღარ შემიძლია. შეხვედრა მთავრდება ადრე და ორჯონიკიძე ბრუნდება თავის კაბინეტში. ის ის თავის სავარძელში, იმავე სავარძელში, რომელშიც პეტროვსკი იჯდა, როდესაც ის აფრთხილებდა მას 2 წლის წინ და ის უყურებს ფანჯარას. ალპები ჩანან ჰორიზონტზე, უცვლელები, გულგრილები, მარადიული. და ის ფიქრობს იმაზე, რომ ეს მთები იქნებიან აქ, როდესაც ის აღარ იქნება. მაგრამ რამდენი ხანი დარჩა მას? რამდენი ხანი შეძლებს მისი სხეული ამის გაგრძელებას? პასუხი მოდის უფრო სწრაფად, ვიდრე ის ელოდა. ივლისის შუა რიცხვებში მისი პირადი ექიმი, შვეიცარიელი კარდიოლოგი, რომელიც ემსახურება დიპლომატიურ კორპუსს, ატარებს სრულ გამოკვლევას. შედეგები არის შემაშფოთებელი, ორჯონიკიძეს აქვს არითმია, მაღალი წნევა, რომელიც აღარ კონტროლდება მედიკამენტებით და ნიშნები გულის კუნთის დაზიანებისა. ექიმი არის კატეგორიული, მისტერ ორჯონიკიძე, თქვენ უნდა შეწყვიტოთ მუშაობა. არა, შემცირება, სრული შეწყვეტა. თქვენ საჭიროებთ დასვენებას, კურნალობას, შესაძლოა ჰოსპიტალიზაციას. თუ თქვენ გააგრძელებთ ამ რიტმით, თქვენი გული უბრალოდ შეწყვეტს მუშაობას. ეს არ არის მუქარა, ეს არის მედიცინური ფაქტი. ორჯონიკიძე ისმენს ამ სიტყვებს და ის გრძნობს რაღაც უცნაურს, არა შიშს, არამედ თითქმის ლეგალიზაციას. თითქოს მისი სხეული აძლევს მას ოფიციალურ ნებართვას იმისთვის, რაც მისი სინდისი ვერ აძლევდა, უფლებას გაჩერებაზე. მაგრამ როგორ შეუძლია მას გაჩერება? როგორ შეუძლია მას უთხრას კრემლს, რომ ისტოვებს თავის პოსტს, რადგან მისი გული სუსტია? ის იცის, რომ კრემლი არ იტანს სისუსტეს, არც ფიზიკურს, არც მორალურს. ის იცის, რომ თუ ის აღიარებს, რომ ის ვერ გაუმკლავდება, მაშინ ის გახდება ის, ვინც გატეხილა, ის, ვინც ვერ გაუძლო, ის, ვინც არაღირსეული აღმოჩნდა. და ეს ბრენდი სისუსტისა, არის უარესი ვიდრე სიკვდილი.
ამიტომ ის პასუხობს ექიმს, მე გავითვალისწინებ თქვენს რეკომენდაციებს. მაგრამ ახლა მე არ შემიძლია დავტოვო მუშაობა. მე მაქვს ვალდებულებები. ექიმი უყურებს მას, უყურებს ისე, როგორც ექიმები უყურებენ პაციენტებს, რომლებიც უარს ამბობენ სიცოცხლეზე, და ამბობს, მისტერ ორჯონიკიძე, თქვენი ვალდებულებები არ იქნება მნიშვნელოვანი, თუ თქვენ მკვდარი იქნებით. ეს სიტყვა, მკვდარი რჩება ჰაერში, როგორც განაჩენი. მომდევნო კვირებში, ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში, ორჯონიკიძე აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ის იცის, რომ რაღაც შეიცვალა. მისი სხეული აღარ არის მისი მოკავშირე, ის გახდა მისი მტერი. ყოველი შეხვედრა, ყოველი ზარი, ყოველი დაძაბული მოლაპარაკება იწვევს ფიზიკურ რეაქციას, გულის არარეგულარულ ცემას, თავის ტკივილს, ოფლიანობას, კანკელს. ის იწყებს მედიკამენტების მიღებას, არა მხოლოდ გულისთვის, არამედ ასევე ძილისთვის, ტკივილისთვის, შფოთვისთვის. მისივილი საბაზანის კარადა ხდება მცირე აფთიაქი, ყუთები აბებით, ფლაკონები წვეთებით, ბლისტერები კაფსულებით. და ყოველ საღამოს, როდესაც ის იღებს ამ მედიკამენტებს, ის ფიქრობს იმაზე, რომ ეს არის ის, რაც მისი ცხოვრება გახდა, არა დიპლომატია, არა სამსახური ქვეყნისთვის, არამედ უბრალოდ გადარჩენა. გადარჩენა დღიდან დღემდე, საათიდან საათამდე, მედიკამენტიდან მედიკამენტამდე. და ის ფიქრობს იმაზე, რომ ეს არ არის ცხოვრება, ეს არის აგონია. აგონია, რომელიც გრძელდება უსასრულოდ, რადგან ის არ შეუძლია მას დასრულება. არ შეუძლია, რადგან დასრულება ნიშნავს აღიარებას, აღიარებას იმისა, რომ ის დამარცხდა, რომ ის ვერ გაუძლო, რომ ის სუსტი აღმოჩნდა. და ეს აღიარება სისუსტისა, არის ის, რასაც ის ვერასოდეს გააკეთებს. ვერასოდეს. მაგრამ აგვისტოს ბოლოს ხდება რაღაც, რაც ცვლის ყველაფერს. არა ერთი დრამატული მოვლენა, არამედ აკუმულაცია მცირე ინციდენტებისა, რომლებიც ერთად ქმნიან კრიზისს, რომელსაც ორჯონიკიძე აღარ შეუძლია იგნორირება. პირველი ინციდენტი ხდება აგვისტოს 27-ს, როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს, შეხვედრა ევროპული დელეგაციების ხელმძღვანელებთან, ორჯონიკიძე უეცრად კარგავს ორიენტაციას. არა სრულად, არამედ რამდენიმე წამი, რომლის განმავლობაშიც ის ვერ იხსენებს, სად არის, რატომ არის აქ, რაზე საუბრობენ. ის ჩერდება საუბრის შუაში, მისი სახე ცარიელდება, მისი თვალები ხდება ბურუსიანი. მისი კოლეგები ამჩნევენ და ეკითხებიან, მისტერ ორჯონიკიძე, ყველაფერი რიგზეა, ის ბრუნდება რეალობაში, ბრუნდება ისე, როგორც ადამიანი ბრუნდება ღრმა წყლიდან ზედაპირზე და პასუხობს, დიახ, უბრალოდ დაღლილობა. მაგრამ ის იცის, რომ ეს არ იყო უბრალოდ დაღლილობა. ეს იყო რაღაც უფრო საშიში, ეს იყო მისი ტვინის მოკლე გათიშვა, მისი ცნობიერების მოკლე გაქრობა, მისი არსებობის მოკლე შეჩერება. და ეს მას აშინებს უფრო მეტად, ვიდრე გულის პრობლემები, უფრო მეტად, ვიდრე ფიზიკური ტკივილი, უფრო მეტად, ვიდრე ყველაფერი სხვა. რადგან თუ მისი ტვინი იწყებს გათიშვას, მაშინ ის კარგავს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ კონტროლს საკუთარ თავზე, კონტროლს რეალობაზე, კონტროლს ყველაფერზე. მეორე ინციდენტი ხდება სექტემბრის მეორე რიცხვს, როდესაც ადამიანის უფლებათა კომისიის რიგგარეშე სესია, რომელიც მოწვეულია სპეციალურად ჩეჩნეთის საკითხის განსახილველად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სესია 2 წლის განმავლობაში, სესია, სადაც დასავლური ქვეყნები აპირებენ წარადგინონ ახალი, უფრო მკაცრი რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ გამოძიებას, არამედ ასევე პირად სანქციებს რუსი ოფიცრების წინააღმდეგ, რომლებიც ბრალდებულები არიან ადამიანის უფლებათა დარღვევებში. ორჯონიკიძე იცის, რომ ეს არის კრიტიკული მომენტი, როდესაც ის უნდა გამოიყენოს ყველა თავისი უნარი, ყველა თავისი გავლენა, ყველა თავისი რესურსი, რომ დაბლოკოს ეს რეზოლუცია. მაგრამ სესიის დღეს, სექტემბრის მეორე რიცხვს, ის იუიძებს და გრძნობს, რომ მისი სხეული უარს ამბობს. არა მეტაფორულად, არამედ ლიტერალურად, მისი ფეხები არ უჭერს, მისი ხელები კანკალებს, მისი გული ცემს არარეგულარულად, მისი თავი ტკივის ისე, თითქოს ის იპობა შიგნიდან. ის ცდილობს ადგეს საწოლიდან, მაგრამ ის ვარდება უკან. ის ცდილობს კიდევ ერთხელ და ამჯერად ის ახერხებს დგომას, მაგრამ ის გრძნობს, თითქოს ოთახი ბრუნავს მის გარშემო. ის რეკავს თავის თანაშემწეს და ამბობს, მე ვერ მოვალ დღეს. უთხარით მათ, რომ მე ავად ვარ. ეს არის პირველი შემთხვევა 2 წლის განმავლობაში, როდესაც ორჯონიკიძე ტოვებს მნიშვნელოვან შეხვედრას ავადმყოფობის გამო. და ეს არის ნიშანი იმისა, რომ მისი სხეული საბოლოოდ გაიმარჯვა მის ნებაზე. სესია ხდება მის გარეშე და შედეგი არის კატასტროფა კრემლის თვალსაზრისით. რუსეთის დელეგაცია, რომელიც დარჩა ორჯონიკიძის კოორდინაციის გარეშე, ვერ ახერხებს ეფექტურ ბლოკირებას.
რეზოლუცია გადის არასრული ვერსია, მაგრამ შერბილებული ვერსია, რომელიც მაინც შეიცავს მოწოდებას საერთაშორისო გამოძიებისკენ. ეს არის პირველი დამარცხება 2 წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ვერ ახერხებს სრულად დაბლოკოს რეზოლუცია ჩეჩნეთის შესახებ. და კრემლი რეაგირებს მკისიერად. სექტემბრის 3 რიცხვს, დღეს, რომელიც მოჰყვება სესიას, ორჯონიკიძე იღებს ზარს მოსკოვიდან. ზარი არის არა იგორ ივანოვისგან, არამედ უფრო მაღლა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან, იმავე ადამიანისგან, რომელიც იყო იმ შეხვედრაზე კრემლში 2 წლის წინ. ხმა არის ცივი, მშრალი, უემოციო, სერგეი ალექსანდროვიჩ, რა მოხდა? როგორ მოხდა, რომ რეზოლუცია გავიდა? სად იყავით თქვენ? ორჯონიკიძე ცდილობს ახსნას, ცდილობს უთხრას მის ჯანმრთელობაზე, მის ფიზიკურ მდგომარეობაზე, მის შეუძლებლობაზე, მაგრამ ხმა მეორე ბოლოში წყვეტს მას, ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პირადი პრობლემები. ჩვენ გვაინტერესებს შედეგები. და შედეგი არის დამარცხება. ეს არის პირველი დამარცხება 2 წლის განმავლობაში. და ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა. ორჯონიკიძე გრძნობს, როგორ იწყება ცივი ოფლი მის ზურგზე. ის იცის, რომ ეს არის გაფრთხილება იმისა, რომ კრემლის მოთმინება არ არის უსასრულო, რომ მისი პოზიცია არ არის უსაფრთხო, რომ ის შეიძლება შეიცვალოს, თუ ის არ შეძლებს შედეგების მიწოდებას. და ის პასუხობს ისე, როგორც ის ყოველთვის პასუხობდა, პასუხობს ლოიალურად, მორჩილად. დამორჩილებულად, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს აღარ განმეორდეს. მე დაუბრუნდები მუშაობაში. მე უზრუნველყოფ შედეგებს. მაგრამ როდესაც ის აყენებს ტელეფონს, ის იცის, რომ ეს არის სიცრუე, რომელსაც ის ამბობს კრემლს, მაგრამ რომელსაც ის ასევე ამბობს საკუთარ თავს. რადგან როგორ შეუძლია მას უზრუნველყოს შედეგები, როდესაც მისი სხეული უარს ამბობს? როგორ შეუძლია მას დაბრუნება მუშაობაში, როდესაც მისი გული შეიძლება შეწყვიტოს ცემა ნებისმიერ მომენტში? როგორ შეუძლია მას გაგრძელება, როდესაც ის იცის, რომ ის კვდება არა მეტაფორულად, არამედ ლიტერალურად? სექტემბრის შუა რიცხვებში ორჯონიკიძე იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც ის არასოდეს ფიქრობდა, რომ მიიღებდა, ის წერს განცხადებას გადადგომაზე. არა ოფიციალურ განცხადებას, არამედ პირად წერილს, რომელსაც ის აპირებს გაუგზავნოს კოფი ანას, გაეროს გენერალურ მდივანს. წერილში ის წერს, რომ ისტოვებს თავის პოსტს ჯანმრთელობის მიზეზების გამო, რომ ის ღრმად აფასებს ნდობას, რომ ის იმედოვნებს, რომ მისი მემკვიდრე გააგრძელებს მუშაობას. ის არ წერს რეალურ მიზეზებს, არ წერს იმაზე, რომ მისი გული კვდება, რომ მისი ტვინი იშლება, რომ მისი სული განადგურებულია. ის არ წერს იმაზე, რომ ის 2 წლის განმავლობაში ემსახურებოდა არა გაეროს, არამედ კრემლს, რომ ის ბლოკავდა სამართლიანობას, რომ ის იცავდა რეჟიმს ადამიანების ხარჯზე. ის წერს მხოლოდ ოფიციალურ ფორმულირებებს, რომლებიც ჟღერს პროფესიონალურად, ღირსეულად, ნეიტრალურად. მაგრამ როდესაც ის ამთავრებს წერილს და აყენებს ხელმოწერას, ის გრძნობს რაღაცას, რაც ის არ ელოდა, გრძნობს არა ლეგალიზაციას, არამედ სირცხვილს. სირცხვილს იმის გამო, რომ ის გადადგება არა იმიტომ, რომ მისი სინდისი აიძულებს, არამედ იმიტომ, რომ მისი სხეული აიძულებს. სირცხვილს იმის გამო, რომ ისტოვებს არა იმიტომ, რომ ის აღიარებს, რომ ის ცდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ის უბრალოდ ვერ გრძელდება. სირცხვილს იმის გამო, რომ მისი გადადგომა არ იქნება მორალური ჟესტი, არამედ ფიზიკური კაპიტულაცია. მაგრამ სანამ ის გაგზავნის ამ წერილს, ხდება რაღაც, რაც ცვლის ყველაფერს, რაღაც, რაც აიძულებს მას გადაფიქრდეს, რაც აიძულებს მას დაინახოს თავისი სიტუაცია სხვა კუთხით. სექტემბრის 27-ს, ზუსტად 2 წლის შემდეგ, რაც ის ჩამოვიდა ჟენევაში, ის იღებს მოულოდნელ ვიზიტს. ვიზიტორი არის ადამიანი, რომელსაც ის არ ელოდა, ვლადიმერ პეტროვსკი, მისი წინამორბედი, მოხუცი დიპლომატი, რომელიც 2 წლის წინ გადასცა მას ეს პოსტი და გააფრთხილა მას იმის შესახებ, რაც მას ელოდა. პეტროვსკი შედის ორჯონიკიძის კაბინეტში, შედის ისე, როგორც მესაკუთრე შედის სახლში, რომელიც ის დატოვა წლების წინ და პირველი, რაც ის ამბობს, არის, სერგეი ალექსანდროვიჩ, მე მოვისმინე, რომ თქვენ აპირებთ გადადგომას. ორჯონიკიძე გაოცებულია, როგორ იცის პეტროვსკიმ. ვინ უთხრა მას? მაგრამ ის არ ეკითხება. ის უბრალოდ კივის თავს, დიახ. ჯანმრთელობის მიზეზების გამო. პეტროვსკი ღიმის ისე, როგორც ადამიანი ღიმის, როდესაც ის ისმენს ნაცნობ სიცრუეს და ამბობს, ჯანმრთელობის მიზეზების გამო. ეს არის ის, რასაც ყველა ამბობს. ეს არის ის, რასაც მეც ვამბობდი, როდესაც მე ვტოვებდი. მაგრამ ჩვენ ორივე ვიცით რეალური მიზეზი. რეალური მიზეზი არის ის, რომ ეს მუშაობა კლავს ადამიანს, კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურად.
და თქვენ, ისევე როგორც მე, მიაღწიეთ წერტილს, სადაც თქვენ აღარ შეგიძლიათ გაგრძელება. ორჯონიკიძე ისმენს და ის გრძნობს როგორ იწყება რაღაც მის გულში, არა ლეგალიზაცია, არამედ აღიარება. აღიარება იმისა, რომ ის არ არის მარტო რომ სხვა ადამიანი, პეტროვსკი, გაიარა იგივე გზა, გრძნობდა იგივე ტკივილს, მიიღო იგივე გადაწყვეტილება. პეტროვსკი აგრძელებს, მე მოვედი აქ რომ გითხრათ რაღაც, რაც მე არ გითხარით 2 წლის წინ. მე არ გითხარით, რადგან მე ვფიქრობდი, რომ თქვენ უნდა გაეგოთ ეს თავად. მაგრამ ახლა მე ვხედავ, რომ თქვენ ზუსტად იმავე ხაფანგში ხართ, რომელშიც მე ვიყავი. და მე მინდა, რომ თქვენ იცოდეთ, გადადგომა არ არის დამარცხება. გადადგომა არის გადარჩენა. გადარჩენა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალური. რადგან თუ თქვენ დარჩებით აქ, თუ თქვენ გააგრძელებთ ამ მუშაობას, თქვენ დაკარგავთ არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ საკუთარ თავს. და როდესაც თქვენ დაკარგავთ საკუთარ თავს, თქვენ აღარაფერი გაქვთ. არაფერი. ეს სიტყვები რჩება ჰაერში, როგორც ჭეშმარიტება, რომელსაც ორჯონიკიძე არ სურდა მოსმენა, მაგრამ რომელიც მას სჭირდებოდა. პეტროვსკი დგება და მიდის კარისკენ, მაგრამ სანამ ის გავა, ის ბრუნდება და ამბობს კიდევ ერთ რამეს, ამბობს რაღაცას, რაც ორჯონიკიძე არასოდეს დაივიწყებს. სერგეი ალექსანდროვიჩ, თქვენ ფიქრობთ, რომ თუ თქვენ გადადგებით, თქვენ ღალატს ჩაიდენთ თქვენი ქვეყნის მიმართ. მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის ის, რომ თქვენ უკვე ჩაიდინეთ ღალატი არა ქვეყნის მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართ. და ახლა თქვენ გაქვთ არჩევანი, გააგრძელოთ ეს ღალატი, სანამ ის თქვენ არ მოგკლავთ, ან შეწყვიტოთ ის და სცადოთ დაიბრუნოთ ის, ვინც თქვენ იყავით. მე არ ვიცი, რომელს აირჩევთ. მაგრამ მე ვიცი, რომ თუ თქვენ აირჩევთ პირველს, თქვენ აღარასოდეს იქნებით. ბედნიერი. არასოდეს. პეტროვსკის წასვლის შემდეგ ორჯონიკიძე რჩება მარტო თავის კაბინეტში, რჩება ისე, როგორც ის რჩებოდა ასობით საღამოს ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვა. ამჯერად ის არ გრძნობს მხოლოდ დაღლილობას, არამედ ასევე რაღაც სხვას, რაღაცას, რაც გავს გადაწყვეტილებას. არა საბოლოო გადაწყვეტილებას, არამედ დასაწყისს იმისა, რაც შეიძლება გახდეს გადაწყვეტილება. ის იღებს წერილს გადადგომის შესახებ, რომელიც ის დაწერა და კითხულობს მას კიდევ ერთხელ. და ამჯერად ის ხედავს რაღაცას, რაც ის არ ხედავდა მანამდე, ხედავს, რომ ეს წერილი არის არა აღიარება დამარცხებისა, არამედ აღიარება ჭეშმარიტებისა. ჭეშმარიტებისა იმისა, რომ ის არ შეუძლია გაგრძელება, რომ მისი სხეული უარს ამბობს, რომ მისი სული განადგურებულია. და ეს ჭეშმარიტება, რომელსაც ის 2 წლის განმავლობაში ერიდებოდა, ახლა საბოლოოდ გამოდის ზედაპირზე, როგორც ჩაძირული გემი, რომელიც აღარ შეუძლია ფსკერზე დარჩენა. და ის იცის, რომ ის უნდა გააკეთოს ის, რაც ის უნდა გაეკეთებინა დიდი ხნის წინ, უნდა გაგზავნოს ეს წერილი, უნდა დატოვოს ეს ადგილი, უნდა შეეცადოს დაიბრუნოს ის, ვინც ის იყო. მაგრამ შეუძლია თუ არა მას ეს. შეუძლია თუ არა მას რეალურად დატოვოს ყველაფერი, ეს პოზიცია, ეს ძალაუფლება, ეს ცხოვრება. შეუძლია თუ არა მას რეალურად უთხრას კრემლს, არა. პასუხი მოდის არა მისი გონებიდან, არამედ მისი სხეულიდან. სექტემბრის 28 რიცხვს დღეს, რომელიც მოჰყვება პეტროვსკის ვიზიტს, ორჯონიკიძე იღვიძებს და გრძნობს, რომ რაღაც შეიცვალა. არა გარედან, არამედ შიგნიდან. მისი გული ცემს რეგულარულად, პირველად რამდენიმე კვირაში. მისი თავი არ ტკივის. მისი ხელები არ კანკალებს. ის დგება საწოლიდან, დგება ადვილად ისე, როგორც ის არ დგებოდა თვეების განმავლობაში და მიდის ფანჯარასთან. ის უყურებს ტბას, რომელიც ჩანს მის ვილიდან და ის გრძნობს რაღაცას, რაც ის არ გრძნობდა დიდი ხნის განმავლობაში, გრძნობს სიმშვიდეს. არა ბედნიერებას, არა ლეგალიზაციას, არამედ უბრალოდ სიმშვიდეს, რომელიც მოდის გადაწყვეტილებიდან. გადაწყვეტილებიდან, რომელიც მისმა სხეულმა უკვე მიიღო და რომელსაც მისი გონება ახლა ბოლოს ეთანხმება. ის იღებს წერილს გადადგომის შესახებ და აყენებს მას კონვერტში. ის წერს მისამართს, His Excellency Kofi Annan, Secretary General, United Nations, New York. ის აკრავს მარკას. და ის დგას იქ კონვერტი ხელში და ფიქრობს იმაზე, რომ ეს არის მომენტი, როდესაც ის ტოვებს ყველაფერს, რაც ის იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს არის მომენტი, როდესაც ის ამბობს არა კრემლს. ეს არის მომენტი, როდესაც ის ირჩევს საკუთარ თავს ქვეყნის ნაცვლად. ან უფრო ზუსტად ის ირჩევს საკუთარ თავს რეჟიმის ნაცვლად. რადგან ის, რასაც ის ემსახურებოდა, არ იყო ქვეყანა. ის იყო რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც იყენებდა ადამიანებს როგორც ინსტრუმენტებს.
რეჟიმი, რომელიც არ აფასებდა ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანის ღირსებას, ადამიანის სინდისს. და ის სერგეი ორჯონიკიძე 2 წლის განმავლობაში იყო ნაწილი ამ რეჟიმისა. მაგრამ ახლა ის ტოვებს მას. ახლა ის ამბობს არა. ის ტოვებს თავის ვილას და მიდის უახლოეს საფოსტო-ყუთთან. ის დგას იქ კონვერტი ხელში და ფიქრობს იმაზე, რომ როდესაც ის ჩააგდებს ამ კონვერტს ამ ყუთში, მისი ძველი ცხოვრება დასრულდება. დასრულდება მისი კარიერა დიპლომატად. დასრულდება მისი პოზიცია ძალაუფლებაში. დასრულდება მისი ცხოვრება ჟენევაში, ეს ვილა, ეს ხელფასი, ეს პრივილეგიები. მაგრამ ასევე დასრულდება რაღაც სხვა, დასრულდება მისი ორმაგი ცხოვრება. დასრულდება მისი ღამეები უძილობით. დასრულდება მისი დღეები სირცხვილით. დასრულდება მისი წლები იმ გრძნობით, რომ ის კარგავს საკუთარ თავს. და ის ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა ეს არის სწორი არჩევანი. შესაძლოა პეტროვსკი მართალი იყო. შესაძლოა გადადგომა რეალურად არის არა დამარცხება, არამედ გადარჩენა. გადარჩენა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალური. გადარჩენა იმისა, ვინც ის რეალურად არის, არა კრემლის ინსტრუმენტი, არამედ ადამიანი. ადამიანი, რომელსაც აქვს სინდისი. ადამიანი, რომელსაც აქვს ღირსება. ადამიანი, რომელსაც აქვს არჩევანი. და ის აგდებს კონვერტს საფოსტო-ყუთში. ის ისმენს, როგორ ეცემა ის ყუთის ფსკერზე, ისმენს ხმას, რომელიც ჟღერს როგორც დასასრული. მაგრამ ასევე როგორც დასაწყისი. დასაწყისი რაღაცისა ახლისა. რაღაცისა, რაც ის ჯერ არ იცის, რა იქნება. მაგრამ რაც იქნება მისი. ის ბრუნდება თავის ვილაში და ზის თავის კაბინეტში, რომელიც მალე აღარ იქნება მისი და უყურებს ალპებს. მთებს, რომლებიც იყო აქ ათასობით წლის განმავლობაში. მთებს, რომლებიც იქნებიან აქ ათასობით წლის განმავლობაში. მთებს, რომლებიც გულგრილები არიან ადამიანის ტკივილის მიმართ, მაგრამ რომლებიც ასევე არიან მოწმეები. მოწმეები იმისა, რომ ადამიანები მოდიან და მიდიან, მაგრამ ჭეშმარიტება რჩება. და ჭეშმარიტება არის ის, რომ ის სერგეი ორჯონიკიძე 2 წლის განმავლობაში ემსახურებოდა სიცრუეს. ემსახურებოდა რეჟიმს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის იცავს ქვეყანას, მაგრამ რომელიც რეალურად იცავდა მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებას. ემსახურებოდა სისტემას, რომელიც იყენებდა ადამიანებს როგორც ინსტრუმენტებს და რომელიც არ აფასებდა არაფერს, არც სიცოცხლეს, არც ღირსებას, არც სინდისს. მაგრამ ახლა ის ტოვებს ამ სისტემას. ახლა ის ამბობს არა. და ეს არა, ეს მარტივი, მოკლე სიტყვა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც მან თქვა ბოლო 2 წლის განმავლობაში. რადგან ეს არის სიტყვა, რომელიც აბრუნებს მას საკუთარ თავს. აბრუნებს მას იმას, ვინც ის იყო, სანამ ის გახდებოდა კრემლის ინსტრუმენტი. აბრუნებს მას ადამიანს, რომელსაც აქვს სინდისი, რომელსაც აქვს ღირსება, რომელსაც აქვს არჩევანი. და როდესაც ის იქ თავის კაბინეტში და უყურებს ალპებს, ის ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა ეს არის ის, რაც პეტროვსკი ვერ იპოვა თავის 10 წლის განმავლობაში ამ პოსტზე. ის რაღაც სხვა, რაზეც პეტროვსკი საუბრობდა. ის გზა, რომელიც არ არის არც სრული ლოიალობა რეჟიმის მიმართ, არც სრული ღალატი. არამედ რაღაც მესამე, რაღაც, რაც არის უბრალოდ ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება იმისა, რომ ადამიანს აქვს ლიმიტი. ლიმიტი იმისა, რამდენს შეუძლია ის გაუძლოს. ლიმიტი იმისა, რამდენს შეუძლია ის დაკარგოს საკუთარი თავიდან. ლიმიტი იმისა, რამდენს შეუძლია ის იცხოვროს სიცრუეში. და ის სერგეი ორჯონიკიძე მიაღწია ამ ლიმიტს. მიაღწია წერტილს, სადაც მისი სხეული უთხრა, არა უფრო ადრე, ვიდრე მისი გონება. მიაღწია წერტილს, სადაც მისი გადარჩენა, ფიზიკური და მორალური, გახდა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი კარიერა. მიაღწია წერტილს, სადაც ის საბოლოოდ აირჩია საკუთარი თავი. და ეს არჩევანი, რომელიც მან გააკეთა დღეს, როდესაც მან ჩააგდო ის კონვერტი საფოსტო-ყუთში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი მისი ცხოვრებაში. რადგან ეს არის არჩევანი, რომელიც აბრუნებს მას საკუთარ თავს. აბრუნებს მას ადამიანს, რომელიც ის იყო, სანამ ის გახდებოდა ის, ვინც ის გახდა. აბრუნებს მას ადამიანს, რომელსაც აქვს სინდისი, რომელსაც აქვს ღირსება, რომელსაც აქვს სახელი. სახელი, რომელიც ახლა, ბოლოს, კვლავ არის მისი.